3 2 და 1 არ გვინდა პირდაპირ დავიწყოთ. გამარჯობათ ყველას მოგესალმებით. ლაილაის მორიგი რომელი ბიჭო? 28 22 ეპიზოდია. საშინელება ვთქვი. დღეს ჩვენს სტუმარს ხედავთ და დიდი წარდგენა არ ჭირდება. მოგესალმებით ყველას. ადამიანი რომელიც ჩემთვის ასოცირდება ძალიან კარგ წარსულთანაც და აწყოსთანაც და რა ვიცი და მომავალზე გვეტყვის კიდე რაღაცებს სოფლიოზე გავალ თუ არა და მოკითხო რა სოფლიოზე გავალ. კი, ფეხბურთელებზე მოვსკიდე ბევრი მიხეილ საგარელი. დღეს ჩვენს სტუმარი ცნობილი ასტრო არ თქვა ახლა ეს. ეს ისტორია უნდა მოუყვეს ეს ისტორია უნდა მოუყვეს მათ შორის. ახლა რატო შეაჩერა დიმამ? ეხლავე აგიხსნით ამას. ნუ დიმა რადიოში გამოდის მაშინ და ერთ სიტყვით დაგპატიჟა მე და კიდე ერთი ჩვენი მომღერალი ვარსკვლავი და მოკლედ იწყება გადაცემა, ყველანი ყურადღებით, ახლა ქუდმა ჩაიარა და შემდგომ და გამოდის დიმა ომახიანი ხმით, სახეხვით, როგორია ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში, ომახიანი ხმით. გამარჯობათ, მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას და ჩვენთან სტუმრად არის ცნობილი ასტრონავტი. და ხონიათ მიხვდა რა თქვა? მე გავაგზავნე ეს მისთვის. მე ჩავბჟირდი, ჩვენი სტუმარი ჩავბჟირდა, იმიტომ რომ ლაპარაკის თავი აღარ ქონდა, წინაღამ დავიხჩი და ეს გვიყურებს რა ცენებთ, ამას ვერ მიხვდა და მე მოტვინა და მეუთხარი დიმა შენ თუ კოსმოსში მიპირებ გაგზავნა და ტელეფონში როგორ ყავდი მე ჩაწერილი გაგარინზე ჩაწერე. ასტრონავტიო და გავა მე მეკოდა იტყვებოდა, ეხლა დავიწყე. ისა მართალი რო გითხრა. გავაჩერეთ გადაცემა, იმიტომ რომ მე ამას დავუტყდა სიცილიის წყალი დაგჭირდა. ჩემთვის ხარ მაინც ხარ. ხო, ნუ შენთვის თუ არ მადლობა დიდი, მადლობა. ასტრონავტიც ხარ. რა ვიცი, ასტროლოგიც ხარ. გამაფრენონ კიდეც საბოლოოდ რა ვიცი, არა, გაფრენა არ ვიცი, ეს გაფრენილი ვარ. შენი ეს სურვილი გადა. მოკლედ ხვდებით ალბათ რომ ვიმყოფებით უკვე ლოკაცია შევიცვალეთ. ჰელმეტარიუმი ზამთარია ცივა, გარესუცეში ვიყავით და გადმოვინაცვლოთ ახლა ირლანდიურ პაბში. ცივილიზებულ ოსტავა 77. აჰა. რომელსაც არის საოცარი გარემო. კი. ბრიტანული ნაზი. ჯერ ირლანდიური კარგია რა, ირლანდია მე მიყვარს, ბრიტანეთი მიყვარს ზოგადად რა და. შენ რო იყინიც. აი აქ ვიმყოფებით მოკლედ ამ გარემოში, რაღაცა ის ჩვენ რაღაცა საჩოგბურთო იმას გავს. საჩოგბურთს ახლა ისე დროს დაემთხვა ჯოკოვიჩი ალკარას უყურებ თან მე და ხანდახან გამექცევა თვალი, იმიტომ რომ მაგრად მაინტერესებს და მიდის ამბავი და მამასაც მოგიყევით ხოლმე. ნახე, გექნებათ უკვე რომ დავთვალოთ შენ. აქ რაგბიც კარგია, ფეხბურთიც კარგია, სანახავად სასიამოვნო გარემოა. და მაგარი და თან მინდა ახლა პირველი ქართული ვისკი ბაშეს არ ვიცოდი რომ ჩვენთან არის ფათაშორის ვიშა ვინც იგებს მე ძალიან მაყოფილია ხოლმე დღეს გაგას ინჯებ და რა თქმა უნდა საჩქარიც გვაქვს ქართული ვისკია ძალიან დახვეწილი კარგი გემრიელი არა ეს არის სხვა ის არა რა გიდა დამანებეთ ეს არის არომატი მე გიჟივით ველოდები ხოლმე როდის გახსნი და მე გიჟივით ველოდები რა თქმა უნდა ირლანდიულ პაბში ირლანდიულ აი ძალიან მაგარ ყავას თქვენც ხო მიირთმევთ რატო არა სიამოვნო ეხა უყურე ვიშა ხო დავასხი შენ დაგისხი და მე დავისხი ეხა დავდება აქ მე აი რატო გაუკვირდა ეხლა რატომ გაუკვირდა რომ მე როგორ ახალი ხალხი კარგად როგორც ყოველთვის კარგად ნორმალურად შეხო ხარ კარგად კი აი შორის მახსოვს მეორე არხიდან 90-იან წლების დასაწყისი იყო როცა პირველად გამოჩნდა და მაშინ უკვე აი პირველი სპორტული გადაცემები ეს იქედან დაიწყო მე რუსთავი 2 და შემდგომ არჩენ იცით უკვე და ამიტომ მრავალი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და შევაბერდით ერთმანეთს როგორი იყო აი პირველი კითხვა არა ნუ იყო ახლა ადამიანი უნდა შეიცვალოს მე ყოველთვის ადამიანი რო გაიცანი ისეთივე თუ დარჩა 25 წლის მერე ეს იგი არ ვითარდება ხო ამიტომ დიმა იყო თავიდან ძალიან მეგობრული იყო სხვა შორის სიმხიარულეც არ აკდოთ მაგრამ უფრო სერიოზული იყო რუსთავი მე მახსოვს ამაგეროდ შენ როგორ გეხსოვებ ახლა შენ ისე გაირბინა შენ მაცხოვრებამ რომ მე რუსთავი 2-ზე უფრო იტყვიან დაკაცდა იმიტომ რომ უკვე ევროზონის ზონაში მოხდა და ჩემპიონთა ლიგა მაშინ ახლა ვის მიყავდა დიმას გარდა ხო ესე თამაშების სერიოზული ხო და მე სხვა შეიძლება იმედზე რომ გადმოვიდა ჩემთვის იყო სასიამოვნო ცვლილებები დიმაში რატო იმიტომ რომ უფრო მხიარული გახდა აი რაღაცა ეთყობა ის თავისი დაძაბ პირველი ხა რა მომენტია ხო ჯერ უნდა იპოვო შენი ნიშა
შენი ადგილი და ძნელია ახლა საქართველოს ჟურნალისტიკაში და ტელევიზიაში ამის პოვნა. აქ უკვე რუსთავი ორზე ცნობილი ადამიანი გახდა ნიშა იპოვა, გადმოვიდა რუსთავი ორიდან იმედში და აი აქ უკვე მოეხსნა ის რაღაცა. და გახდა გარყვნილი. აი, გეთი ბიჭო. რა გავხდი? გარყვნილი არა, იუმორით ახსავს ადამიანი და ესეთი როგორცაც ახლა ის ძალიან კარგია სხვათვის ეცვლებ მე მომწონს ადამიანი უნდა შეიძლება. მაგას არ იტყოდით. ჩემს ეგეთ ესეთი კარგი ეზოში რო ნახოთ. ეზოში რო ნახოთ. ეზოში რო ნახოთ რეებს აკეთებ და როგორ იცვლებებია მასში. შენი ერთი წარბი შევიდა მეორე წარბის ეტაპში ახლა. არა, ეს მეორე კითხვაში. გახსნილი გაქვს ზემო კარგო. მეორე. აუ ეგ რა. გახსნილი გაქვს ჩემო კარგო. ეგ არის შედევრი. ლეგენდა ვიდა. ამან. არა, აქ გახსნილი გაფიცე ყველაფერს სულ. ნახველი ყავდა ამ რეპლიკას. ხო როგორ წარმოიდგენდი მომენტში ამას, მაგრამ რეკორდები მოხსნა რა. რას ეკითხო? ხო და მე მართალიც იყო რაზეც დაადეს, მაგრამ ამას არა გახსნილი გაფიცე ყველაფერს. ცოტა ყველას გვაქვს. ეს აი გადახსნილი. ყველას გვაქვს. ამას რა გახსნილი ეგრე უნდა. რა არის ბატუკი? ეგ მე ლოგიკურია, ნო. აჰა, აია. ხო და გამოვაყოფინე, მეგობრებო და გავაგდოთ საუბარი. ერთი რამ უნდა ვთქვა, სხვა შორის. პროდიუსერმა თქვა მოვაყოფინეო, მიშა. ვაიცა კაცო, მაგ მე ამოვაყოფინე როწაო. მე როწაო. ეხლა იცი რა, ამ კაცმა შენ გაგაფუჭა ვატყობ. კი, ეს გვერდით როცა იყო, დიმა იყო ძალიან წესიერი და არაფერი არ არის YouTube-ია და ცოტა სხვა გავხსნი. არა, გახსნილი გვაქვს. ხო, გახსნილი, გასაგები. ეხლა ჩემო კარგი ერთი რამ მინდა გითხრა და ეხლა დიმას სასარგებლოდ აუცილებლად რატო? იმიტომ რომ ეხლა მე უამრავ სპორტულ კომენტატორთან მქონდა ეხლა ცხონებულ კოტე მახარაძეს ვიცნობდი ჯერ კიდევ და იმასთან გვისაუბრია ფეხბურთზე და შემდგომ უამრავთან. მინდა გითხრათ, მაგრამ ერთ-ერთი კაცი იყო დიმა რომელიც დაინტერესდა ესეთ პრივატული საუბრის მერე, აი ასტროლოგია და ფეხბურთი. არა რა მე დავიჯერე ეგრევე. არა, დაიჯერა კი არა, ამას ჰქონდა ცალკე გადაცემები, სადაც მე მომიწვია. კი ბატონო. ჩვენ ამაზე, ჩვენ არა, ჯერ კიდე რუსთავი ორზეც, რუსთავი ორზეც კი. იქ დავილაპარაკეთ, სხვა ერთ-ერთი კაცი იყო, ვინც ყურადღება ამას მიაქცია. და მე გავაგებინე საზოგადოებას თურმე როგორ იყენებენ მათ შორის ბრაზილიაში რომ მარიო ზაგალო იყო ცნობილი ასტროლოგი, ცნობილი წიგნი აქვს ფეხბურთი და ასტროლოგია და შემო რაც დღემდე ბევრმა არ იცის საქართველოში სპორტული კუთხით, ხო? ეხლა იგივე ჯოკოვიჩზე რომ ლაპარაკობდა ამას თელი ის გუნდი ყავს, რას ლაპარაკობს? სამპრასი გახსოვთ, ხო, ლეგენდარული პიტ სამპრას ყავდა პირადი ასტროლოგი, რომლის მითითებით რამდენი ტურნირი მან გამოტოვა. ოღონდ იმეგიდით რომ ტრავმა რაღაცა ეს ამის მოგონება ხა პრობლემა იქ არ არის, მაგრამ გამოტოვა სწორედ იმიტომ რომ იგუთხრეს რომ აქ წააგებ ან ტრავმა მოგივა და მან ეს გააკეთა. მე ხვდი? ერთი რაც უნდა გითხო. არ ველაძეზე მართალია? მოდი, აი ეგ ისტორია მოგიყვე, იმიტომ რომ არ ჯერა ბერძნოდან მარც იცის. აი გეტყვი. აჩიკოს არ ველაძე. ნაადრევა თავისი კარიერას. აი ეგ ისტორია მოგიყვე, გიხარ. აჩიკოსთან რუსთავი ორზე შევხვდით ჩვენ და მაშინ ვისაუბრეთ ამაზე და მე ვკითხე რა, აი რა იყო, რა ტრავმა, რანაირად, როდის გააკეთე, მე ვთხე, სად გაიკეთეს, ყველაფერი გამოგითხე და აღმოაჩინა ესე იგი ორი ოპერაცია ჩატარებული აღმოჩნდა, ორივე მთვარის დაბნელებაზე და მთვარის დაბნელება მინდა უთხრა მაყურებელს რომ ეს არის უმძიმესი და ძალიან ცუდი სატანური დღე. ამ დროს არამც თუ ოპერაციის გაკეთება ჩვენი გლეხი წყალსაც არ უსხავდა მცენარეს, იმიტომ რომ მალე უპება ძირები. იმდენად ცუდი დღეა და ოპერაცია საერთოდ იგზალება. ეს ერთი ორივეჯერ მოხდა ამ დღეებში. მე ხვდი? და დაიყო სპეციალურად უგეთებდნენ ისინი, აი მაშინ მე ვთხარი რომ ბიჭო დაგერეკა ჩემთან მოგინახავდი კარგ დღეს გააკეთებდი ოპერაცია და შენ ეგ ისეთი წლებია მიშა ითამაშებდი მაგრამ სკეპტიკურად უყურებდა ყველა მაშინ სკეპტიკური ეს ერთი ასევე სკეპტიკურად უყურებდა აგერ ბატონო გიორგი ქინქალაძე თავის დროზე მე დამირეკეს როცა გიოს ჰქონდა გადასვლის საშუალება ესე იგი ჰოლანდიაში აიაკში და მეითხრეს რომ ჰოლანდია როგორი ქვეყანა იქნება მისთვის იგივე ჰქონდა ასეთივე ზარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით მოიცადე ჯანვანანიძესთან. დაჟე მის მეუღლესაც ველაპარაკე თავის დროზე და იქაც და იქაც ორივეჯერ ის ქვეყნები რომელიც დამისახელეს მე ვთხარი კატეგორიულად არა. ჰოლანდია მისთვის საშინელება იყო იგივე დავუშვათ გიოსთვის. არა, იმიტომ რომ იქ დავუშვათ არა, მე მკითხეს ეს ნათესავებმა გესმის, რომ ასე და რას გვირჩევთ, ხო?
მეუთხარი არა, მაგრამ მაინც წავიდნენ, იმიტომ რომ რაღაცას იგივე იყო დაუშვათ ჩვენს კალათბურთთან დაკავშირებით, ხო, ზაზა ფაჩულია. ზაზა ფაჩულია იყო პატარა ბიჭი, როცა დედამისი მოვიდა, ყოფილი ასევე კალათბურთელი ჩემთან. პირადი ჰოროსკოპი შევადგინეთ ზაზასი და მითხრა ერთი რამ. მე ხა მაინტერესებს ძირითადად რა ვიცი, ზაზას ეპატიჟებიან თურქეთშიო. და რაც გვეტყვით, ეს ქვეყანა მისთვის კარგია, გაუშვაო, აზრი აქვსო. მეუთხარი თუ გაუშვებ თურქეთის დასავლეთ მხარეს, მაგ სტამბულის გუნდებში, იქნება ძალიან კარგი. წავიდა ულკერში ითამაშა მშვენივრად აეწყო და მე მოვიდა მეორედ მისი დედა. მეორედ მოვიდა და მითხრა რომ იცით რა, აი ვარიანტი აქვს შეერთებულ შტატებშიო. და რას მეტყვითო? ნახე მისი ულკა და ვეუბნები რომ იცით რა, თუ ითამაშებს დასავლეთ შტატებში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ თუ ითამაშებს აღმოსავლეთ შტატებში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. სად გახდა ჩემპიონი? იცით ხო? ო, რამდენჯერ, ორჯერ და მესამე კიდე აიღო ბეჭედი ეხა. როგორც ესეთი მაგალითები ბევრია და მე დღემდე ვერ გავაგებინე ჩვენ სპორტსმენებს. სხვა შორის ერთადერთხელ მქონდა გამოდიოდა ცოტა ხნით გაზეთი ჩემპიონი. ეს იყო 7 დღის დამატება თუ არ ვწდები ამ გაზეთის და იქ მაშინ მთხოვეს რომ საქართველოს საბერძნეთის თამაში იყო ფეხბურთში და მაშინ მთხოვეს რომ აი იქნებ პროგნოზი გააკეთოთ, აი როგორ დამთავრდება, რა იქნება. მე ვთხარი ჯერთი ახალმთვარეობას დაენიშნა. უკვე ცუდია. რატოა ცუდი? იმიტომ ტრამბულობის ალბათობა მატულობს. ხო, მაგრამ იმათვისაც ხომ მატულობს? კი, მატულობს და მე ვთხარი, მაგრამ ამათ უნდა ჩვენ ფეხბურთელები ხარ. ცხადია ეხა იმათი არ გამიკეთებია. ეხა მე ვთხარი, ორ ფეხბურთელს აქვს განსაკუთრებული ტრამვის ალბათობა. ერთი იქნება მეკარე დევაძე და მეორე იქნება შელია, წველი. ორივე გამოცვალეს პირველი ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო და ვთქვი რომ წავაგებთ და წავაგეთ 3-0 საბერძნეთთან. ანუ რისი თქმა მინდა ეხლა ამით. ეს ჩემი ქებადიდების გამო კი არა, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, ჩემო კარგებო, ასტროლოგია 40 საუკუნე არსებობს. ეს არის ენერგიების ზეგავლენა ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, მათ შორის სპორტსმენებზე, ფეხბურთელებზე და რა ენერგიაც მოდის, იქედან არის მაღალი ალბათობა. აი უნდა დამერეკა რა ჩვენ თამაშის წინ წავაგე პირველად როდის დავინტერესდა. პირველად, სუპირველად. საბჭოთა კავშირია და მოიხსენებათ ჩვენ იპოდრომი, ძველი იპოდრომი იგულისხმება, აქ ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ცხენოსნობაში. და მაშინ მე პირველად ჯერ კიდე სკოლას ვამთავრებდი ეს პერიოდია, ეგ ტრიბუნა ქონდა, ახლა ვისაც ახსოვს ძველ საზოგადოებას და ვზივარ და ახლა უყურებ. ხო, აი, იყო მაშინ პოპულარული იყო ის სხვათა შორის რაღაცები თამაშდებოდა კიდეც პრიზები და შენგო. სხვა შორის მინდა გითხრათ რომ დავინახე რომ ჩემს წინ ორი ლიტვის ნაკრები, მაშინ ლიტვა იყო, ლიეტუვა მერე გახდა, ლიტვას ვეძახდი და ორი მათი მწვრთნელი ის და რაღაცა უცნაური ფურცლები აქვთ. დამაინტერესა რა წერეზე პლუსი მინუსები რაღაც ეგეთი აფერი არ მინახავს რა ხა თან სპორტული დავა საუბრები არა ჩვენზე იმას რა არის მე ვთხარ ისე დამაინტერესა რომ ვერ მოვითმინე რომ თუ შეიძლება ეს რა ცხრილებია მე ესეთი არ მინახავია თუ გაეცინა და მითხრეს ისიც რა არისო ეს არის გამოთვლილი ცხენის ბიორიტმი ანუ როდის დავტვირთოთ მეტად როდის აქ ტრაუმის საშუალება ნაკლებად ვავარჯიშო და შემდგომ პირველად დავინტერესდი რომ ესეთ რამ და ადამიანს ცხენის გესმის და ადამიანის არსებობს ხო კიო ჩვენ ადამიანებზეც გვაქვს ამ შემთხვევაში უკვე ცხენის რიტმის და მიხედვით ვავარჯიშებს ამ ცხენს დამბურძგლა ეხლა მართლა წეღანდელმა ისტორიებმა და ეხლა ცოტა დავიცაფრე ამიტომ პირველად აქედან დამაინტერესა რომ ესე თუ არის ბიორიტმი შეიძლება ამ ბიორიტმა იმუშაოს სპორტსმენებზე რასგველი შეიძლება ხო ამიტომ რომ ერთ და იგივე სპორტსმენი ერთნაირად ფუნქციონალურად მომზადებული რაღაც თამაშის დროს გადასარევია, რაღაც თამაშის დროს ძინავს. რატო ეს? ხო. აი ზუსტად იმიტომ რომ არის დღეები, როცა ბიორიტმი ადამიანს სუსტი აქვს, ტრამულობის ალბათობა მაღალია და ხდება ზედმეტად ემოციური. გაღიზიანებული ეკამათება მსაჯს. არაფერი არ მოწონს, ხო? და გააგდემე ხოლმე ხშირად მოედნიდან ასეთ დროს და რატო მე თვითონ ვერ ხსნეს? ნიშნავ, რაღაც უნდა კითხო. შეცდომებიც ხომ მოგდის ახლა? ჩვეულებრივად გავიდან უფრო იყო. შენ ერთხელ მე კი რაღა დამაგორე რა. ფოიეში რა შეხვდი ლუქსემბურგის წინ. ხო. რაო? ხომ მოვიგებთ მეთქი და აი დამბრიდა. მაგრამ იმ დროს რაღაცა ისო ფსიქოლოგიურად არ არის ჩვენი გუნდი მზათო ლუქსემბურგთან ყველაზე არა და ზუსტად ეგრე იყო ლუქსემბურგთან იყო მთავარი წლეხი გადასალახი. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი გამთავრდა კარგად. ხო, აი, თან ინტუიციას ხომ უშავს, თუ მარტო იმას ეხდები. აი, მოდი ეხა როგორც გულშემატკივარი და როგორც ასტროლოგი. არა, მეორე მომენტია ახლა. ერთია როცა შენ ამაზე სერიოზულად იმუშავებ, ხო?
და მეორეა, როცა ხა შენ შეიძლება ქუჩაში სპონტანურად შევკითხო და მე გაძლევ შენ ზოგად ინფორმაციას. მე გეთქვა, კარგი ითქო, მოვტი 2 ღამე არ მეძინა. მოიცადე 1 წამი. ზოგად ინფორმაცია სხვა არის. და როცა შენ უკვე ახლა იცი რა, მაშინ მე რო ახლა აბსოლუტური ზუსტი პასუხი მოგცე, მე უნდა მაშინ გავხსნა რუკა. არ უკაში უნდა ვიცოდე საქართველოს ნაკრები როდის ჩამოყალიბდა. ანუ თარიღი დაბოდების, ხო? ამისი ლუქსემბურგის უნდა ვიცოდე. ორივე უნდა ერთმანეთს შევაჯერო და მაშინ გეუბნებით ზუსტად. ეგ თამაში კარგად. და ახლა როცა ბიმა ხდება ქუჩაში უცებ უნდა პასუხი 2 წუთი გვაქვს. მოუთმენელია ეს. რაფერ უთხრა ახლა ასე ზუსტად. შენ ხო იცი სინოპტიკოსებზე რო ამბობენ. თქვი რა სუკაი ამინდიო. თუ იტყო ჰუ კაი იქნება, იტყვია რა მაგარიაო და თუ არა და იტყვია რა ჯიგარია, კაი უნდოდაო. მაგ ეხა 2 ღამე არ მეძინა თქო გეუბნები. თან მე შენი მჯერა. შენ ასეთ სუსტი ციგეკის როდის გავხდი რა თუ არა ხუმრობით ამბობ, მაგრამ ეგ თამაში ხო გახსოვს როგორი იყო? იქ არ ჩაითვალა, იქ თავიდან გაგზელდა იქ იმა და აი ეგ მომენტი იყო რაღაც აოცრება მართლა და რა ვიცი აი ეგ რომ მოყვება დღემდე აი ხო გეუბნები ისეთი კი მაშინ აი საბერძნეთთან რას ამბობდით? აი ფინალის თამაშს გეუბნებით. არა, საბერძნეთზე უკვე განწყობა მქონდა დადებითი. მე ვნახე ბერძნების რუკა. გესმის და ბერძნებს ჰქონდა ძალიან სერიოზული მანდ და ნეგატიური პლანეტარული წყობა იყო გესმის. თან გამზატავებული იყვნენ ცოტა ბოდიში ამ სიტყვისთვის რა, რომ ძალიან ისე იყვნენ, რომ ბერძნები ყოველთვის იყვნენ და რამდენი შეხვდნენ, იმდენი მოგვიგეს. ამიტომ მანდ ახლა გასაკვირი არის რომ ადამიანს თავში ურტყავს ეს. თურმე მთავარი თამაში წინ იყო. მაგრამ ხო, მთავარი ერთია და მეორე კიდე რა არის? ეხლა პლანეტები რომ მოძრაობენ, ენერგიებს უშვებენ, ხო? აი რა ენერგიას უშვებენ. ზოგჯერ არის რომ ქვეყანაზე მოდის ძალიან დადებითი ენერგია, რა ყველაფერი კარგად გამოდის. მათ ნაკრებებსაც კარგად გამოდის, გესმის, მაგრამ ზოგჯერ არის რომ აი მოიღუშება ისეთი ცუდი პლანეტარული წყობა, რომ არაფერი არ გამოსდის და აქ ინფექციური დაავადებები მატულობს, ტრავმულობა, ავარიულობა მატულობს იმ ქვეყანაში, ფეხბურთზეც აისახება ეს გესმის, იმ გუნდებს უჭირთ იმ დროს თამაში და ამიტომ აქ საჭიროა ზედმიწევნითი ანალიზი. ხა მე რადგან ამაზე ხა შეკვეთა არ მაქვს რომ ამაზე ვიმუშაო, არავის არ აინტერესებს, ზოგად პასუხს ვცემ და იმ ზოგად პასუხში ასე ვქონდა რაღაც პროცენტი შეცდომისა უცებად იქნება. აი 90-იანებს მე მახსოვს მეორე არსებობ თავდიხობ და თქვენ რომ მიყავდა თან მახსოვს აი საახალწლო გადაცემები სანამ დაიწყებოდა მანამდე. თან ისეთივე როა, შესახედავად იგივე როა. შეხედულება სათვალე. ზუსტად იგივეა, თუ გინდა აი ნახეთ ის ველი კადრები. ცოტა გავსუქდი. ბიჭო, ოდნა ხო ეხლა ეგ არაფერია. დიმა რა უნდა თქვა, მე გავხდი და მაგაზე გიждდება რომ არ ვარჯიშობ და გავხდები და თვითონ ვინ გახდა, ბიჭო? ეს ხახტა, ეხლა გაფიცებ ყველა. ჩამოთქონებულია, რა გინდა, კარგად. მოციფული მამაკაცია, კარსონივით არის, კარსონი. ერთი შენი ტრამვიანობაც მინდა რომ მოვიდა რომ დაგერეკა ბატონ მიხეილ და რა იქნებოდა. ჩვენი ირლანდიური ბაბის მადლობა დიდი. ჩარაკრაკება იქნება. მადლობა მესი მადლობა. რა გამოსახულება, ჯერ უკვე ესთეტურად უნდა დათქმე რა. ესე კი არ უნდა ეტაკო. არ ეტაკე, არა. არ დამიკარებია. თვალით დაიწყო, ჯერ თვალით, უყურე? მივდივართ სად? არა ესთეტიური. ჯერ ნახე რა, ლამაზი ფორმებია. შეხე მე კურო ვარ ახლა, ამიტომ გეუბნები როგორც კურო, ხო? რას ჯერ დიზაინერული სილამაზე. მე რას ვაკეთებ? მე ნოსვას მომენტ ნახე, წავიდა ენერგია ყავის. და ეხლა მე რატო გეუბნებით ამას იცი? მე გავიარე იაპონიაში გავიარე ცერემონიალი. მე მგონი გახსნილი გაქვს. იცი რა სიამონება, დიბა. თქვენს მინდა ასე იკაიფოთ ამაზე ხა უცებ რომ დალევ. ნუ მოჩა რა ეს ერთი დონის სიამონება. ეს ყველაფერი მწვაძეც ესე იცის ყველაფერი. ბიჭო, გააჩვენი შენ თორე გეუბნები გაგიყვან ეხლა ცოტა ხანი დატოვებ მარტო ამას. ესა მე მიხელთან ხო იცი სექსში რომელი ერთ-ერთი მთავარი მთავარი ფაქტორი პრელუდია. სექსში თქვა. სექსში პირველი არის პრელუდია. ის გაწითა ეს კომუნისტების დროს ხარ იყო სექსი და სათანადოდ პრელუდია არ გაიარე, სექსი არ ვარ. 37 წელს შენ იყავი სტუდენტი და ეხლა გავივლინო და პრელუდიას. 37 წელს სტუდენტი იყო. ეს თავისებური სექსია. 37 წელს იყო. რა ვიცი, ნუ შენ უფრო იმას აკეთე. კაცმა თქვა ჩემზე რომ შეიცვალა ასე კეთოდო, ბიჭო. მიშა, ძალიან მაგრად მახსოვს დინამო სტადიონის უკან პატარა კიბით ასასველი იყო პატარა ოთახი და იქ მოვდიოდი მე შენთან. მე მგონი მარტო მე დავდიოდი შენთან მაშინ. არა, და ვიჯე გითხო მე და ძალიან საინტერესო რაღაცებს ვსაუბრობდი. ის ადგილი არსებობს კიდე თუ იცი რა, მე მგონი აღარ არის უკვე მორჩა რა. ის უკვე ის არა, იცი რა კარგად მახსოვს, აი ეხა შლაგბაუმია გაკეთებული იქ შემოსასვლელი და მარცხენა მხარეც იყო არსებობს ხო, მაგრამ უკვე ის მუღამი აღარ არის რაც მაშინ იყო. რა იცი რა, საერთოდ აი იმ პერიოდში სხვანაირი იყო ყველა, რატო იცი ყველაფერი ახლა იცი რა ჩვენ ყველაფერი ადვილად არ მოგდიოდა. ერთის მხრივ ხო ცუდია ეს.
მეორეს მხრივ ამას თავისი кайფია. კაი, მაგალითად მე გეტყვი ახლა, მე ძალიან მიყვარდა მუსიკა და ეხლაც მიყვარს, ხო? აი დისკი შოვნა იყო პრობლემა. და სადმე დისკს რო ვიშოვდი ვინილს რო ამ ყნოსავდი ჯერ ასუნ მერე რა იყო და შიპი რო ქონდა. მე მელოდიის დისკები ნებები რო იყო, მელოდია რო უშვებდა, მაგ მე კიდე სახში ლურჯები. ყველაფერი არის შედი აგერ ბატონო და ვისაც გინდა. რა? იცი ამიტომ არა ახალგაზრდა პლუსიც აქვს, მინუსიც აქვს რა. კასეტა გადაგივია. მინუსი ის არის რომ საწვალებელია, პლუსი არის ის რომ მას გეკითხება ნახე, მანიკურით ბიჭო? მე გადამივია, შენ გადაგიბია 2 წლის ხარ ბიჭო. რა ბიჭო, მე 90 ესე გამოიყურები 90 წამეჭი ბახში. კარგი და შენ ახლა ეს მითხარი, აი 90-იანებზე მაინტერესებს რა. რაღაცას გეკითხება. რა შენ ახლა კასეტაზე მეკითხები, მე ახლა გიბრუნებ დისკზე. ხო? აი დისკი რო იწყებდა ხტუნვას. შენ ნემსით გაგისწორებია ეს და არა. იმას კიდე თავის кайფი აქვს და აღარ ხტუნავს. მე გადავებიან ხოლმე და მე ერთხელ VHS-ის კასეტა მოხვდა თავში სახში ვისაუბრდი ვიდეოის ცენტრი იყო გამოისროლა და გრიჯაპერ და პორნოს რას ნოდა რას უყურებდი და პრელუდიები არ იყო მაშინ პირდაპირ უყურებდი ძალიან გემრიელია ჩემო კარგებო ჩვენიერია ნამდვილი ირლანდიური ერთი კითხვა კიდე და მე ხათემებზე გადავიდეთ აი მე მაგალითად მაგაზე შენთან ადრე მისაუბრია პირველად რომ ნახე ეს აფრიკული გუნდების შამანები ცხვირში ისინი გაყდა ეს ახლა მარლა მოქმედებს კაფეზე ყველაფერს ეცი რა დიმა არა იცი რატო ვიძახი თუ ეგ მოქმედებს ნოდარას დაუსვა ჩვენ ნაკრებს რა შენ კარგად გააკეთე და მარტო მიხილმა ზეგ გააკეთე არა ხო აკეთებენ მართლა არის როგორ არა რამდენი წერ და იმათ ჯერათ უამრავ იცი რა წვერის ამბავია ხო გესმის არ ფსიქოლოგიურად ახდენ ზეგავლენას ამიტომ კი რამდენიც გინდა იმდენი 90-იანებზე უნდა მეკითხა გაწუხებდნენ მაშინ ხო იყო არაეული დრო იყო შარიანი რას ქვია გაწუხებდნენ როგორ არის ხო არა ეს მითხარი და ესე რატო არ დაკავშირებით დია ხო ეს მითხარი და რატო არა მოხდა და ხო ნოდარ შენ მაშინ უნდა პატარა უნდა შეგახსენო რა ხდებოდა იმიტომ შენ არ გეხსოვნება ეს ის პერიოდია როდესაც უკვე აი კომუნისტური მომენტები გადავარდა და უცებ მოწყურებული იყო ჩვენიერი რით დიდი ხანია ყველანაირად იჩაგრებოდა ქრისტიანობა, ხო? რელიგიის ფაქტორი. და უცებ წარმოედგინე, გაიხსნა რელიგიის ფაქტორი, ეკლესიები, მშენებლობა, აი ხალხი უკვე შევარდა ეკლესიები და როგორც იქნა რწმენის თავისუფლება მიეცა. ანუ კომუნისტების მერე აი გადამავალ პერიოდს ამბობ რა, ხო? პერიოდი გესმის, უცებ ყველა და ყველა ამაზე საუბრობდა, რომ რელიგია და რწმენა და რა ქრისტიანობა რაღაცა და უცებ ვიღაც ტიპი გამოდის თვარიდან ჩამოვარნილი და ლაპარაკობს ასტროლოგიაზე, რომელსაც ეპაექრება ამ დროს ჩვენ ეკლესია, სამწუხაროდ. გესმის? ხო და ახლა წარმოედგინე, რამდენი ფანატიკოსი გაჩნდა. ისე რამ გადაგაწყვეტინა მაშინ, მაგას გამბედაობა უნდა და მოდი ჩვენში დარჩეს რა ეხა რა. როგორ არ უნდა, მაგრამ იცი რა, დიმა, როცა გაძლევენ სამყარო გაძლევს, ხო? მაშინ უნდა გააკეთო. და რატო გაძლევს მაინდამაინც შენ? სხვას რატო არ მისცა? ესე იგი ჩემი ფუნქცია იყო ეს. რომ ამისთვის ყველაფრისთვის გამეძლო. ხო ალბათ ჩემი ნერვული სისტემა, ორატორული მონაცემები, სხვა ფაქტორები წყვეტენ ამას. შენ რატო მოხდი მაინდამაინც დაუშვათ ამ სპორტული რამდენს უნდა და სპორტი, მაგრამ ვერ გაკაჩეს. შენ გაკაჩე, ხო? ესე იგი შენ მე რაღაცები დამემთხვა მიშა ბევრი რა მართლა მოგიცხა. რომ დაგემთხვა. ძალიან ბევრი რაღაც დამემთხვა მართლა და ერთი თუთი. რომ დაგემთხვა ამას ელაპარაკე. ესე იგი იღბალი ქონდა შენ და დანიშნულება ქონდა ამ სფეროში. იმიტომაც სამყარომ დაგიმთხვია შენ და არა სხვას. ასევე ვარ ზუსტად სხვა შეგიძლია მითხრა ამას რა დანიშნულება აქვს დაგინდა ბიჭო ნოდარი ეს მიყვარს მაგრამ ასაბარებო გეტყობა როგორც გიყვარს გეტყობა მე მაგალითად შემოკარგებო ყველას გეტყოდით ვისაც გაქვთ ეს სპორტული გადაცემა დასაფერბო ხალხო ნოდარი ყავდეს ერთს და არ იყენებდეთ ამას იმისთვის რომ სპორტული და მათ შორის საფეხბურთო გადაცემები ყავდეს ამის მანერა ხო მეორე არ არის ჩვენთან არის ერთი ამბავი ამ ამბავზე რომ აი ბრაზილიაში ვიღაცა აი გახკივის იქ ესპანეთში ვიღაცები აგერ ყავს კაცო ადამიანი რომელიც იმაზე ნაკლები არ არის და გამოიყენა ჩემო კარგი. აი ნუ გაწითლი ჩემი ძმა. მე შენ მაწითლებ ხოლმე. და სპეციფიური საინტერესო მანერა გადაცემისა, თანტყუპებია, ორატორული, არნახული მონაცემებია, გონება მახვილია, ყველაფერი სწრაფად შეუძლია იქვე შეგიჯამოთ ლამაზად და მე მახსოვს ახლა დიმას კომენტარები ხო ვიცი ზეპირად მან ნოდარი პირველად რო გავიგე ვიფიქრე რომ სადავთარე მე ვიტყვი. საქართველოში ვარ თუ ბრაზილიაში ეს რაღაცა სხვა სტილი იყო. ხა მე კოტე მახარაძე მახსოვს, ერასი მაძღილაძე მახსოვს, ხა ძველი გენება. ეს აბსოლუტურად სხვა პლანეტიდან. ასე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში, რო თქვა ამ დროს მაშინ ძალიან ვარ საერთოდ თამაშობდი, პარტაილო მითხა რა. არა. თეატრალურია რა, ეხა მსახიობია და მაგარია რა. დიახ.
კი. ეგ წაიღო იმამ თელმოფლიო მატჩი იმას კრა. იჯავს, მე ეგ არის მაგარი, რას ლაპარაკობ? არა, ეს არის მართლა გეუბნები. მე ვიყავი არ ვიტყვი გერმანიის კიდე რა იცი რა ხდება. არა, უყურე. მე უფრო ისეთი რა. ეხა ეს თეატრალობა, ხო, ნუ აკადემიურ ზედ დავარქვი, ცოტა ის იყო რა ქვია, მაგრამ თეატრალობა და სახიობა, აი ძალიან მაგარია ეროსის ფრაზები, იკოტეს ფრაზები, ნუ ჩემი ფრაზებიც ჰქონდათ ტვინი რომ შემიჭაფეს ბიჭო. აი არ ვიცი, შენ გახსოვს თუ არა ნუგზარ ჯუღელი? რას ლაპარაკობ? ბათუმი, ფოთუმი გახსოვს? აი ნუგზარ ჯუღელის. მე იცი რომ შემხვდა ერთხელ რადიოში უკვე ბოლოს არ იყო კარგად თან და რადიოში ესე შენო ძალიან ბევრს იცინიო. ხო. ეგო ნერვიულ გადაღლილი და ნევროზი გაქო მითხრა რა. აჰა. და იცოდეო რომ ცუდა დაამთავრებ შენ. ისე რა სადღაც რაღაც მომენტში მართალი იყო, გადაღლილობა იყო, იმიტომ რომ ორი თამაში მივყავდა მე მოხილვა და მართლა უკვე თორა ვერ ახარ რა, ეხა ადამიანი ხარ, მაშინ გამწვიდა თმა ღიპით მაშინ დამედო უძილობა რა. ერთი დიდი ჯამი ჭადი აქვს ღამის 4 საათზე დაჭა. კი, სახში მივედი, მაგას ვიტყვი. მაგრამ შენ ვინეგრეტი ცნობილია. არა, სახში მივედი, ღამე 4 საათია წარმოიდგე და 7-ზე ვარ უკან მისასვლელი, დილის ეთერში უნდა დავждე დინამიური სახით, ხო იცი, აკადემიური სახით და მეუღლემ ეს გადავინახე დიდი ჯამი და რაღაცა გადაფარებული ქონდა ნაჭერი. ნუ რომ გადავწიე ჭადებიდო ესე პატარა. და მაცი ვარ გავაღე და დიდი სულგუნიიდო. აჰა, გასაგებია. დაჯექი მიშა. ჩაერთო. გეფიცები თუ დამბენზინა. აი ეს წადი და ერთი წელი დავტოვე ვითომ ძილობის გამო რა. ანუ გაიხსნა. სულ გაიხსნა. და იმის მერე გახსნილი მაქვს. იმის მერე თუ გახსნილი. ისე მართლა მაგ ფრაზამ რომ მოიარა სოციალურში ეგეთი რეკორდული ნახო. მე არანაირ სხვა რამეზე საუბრობდი კაცო საერთოდ. ძალიან მაგარი. მაგრამ ეს ამოჭრა მეგობრებო, ძალიან მინდა თქო რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უთხარი რა გამოგიწერო, შენ უფრო იმას იცავ დანოსხავ თუ რაღაცა. შემოკარგებო, მე მგონი ახლა ამას კომენტარი ბევრი არ უნდა რომ და გამოიწეროთ, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ ახლა მსუბუქი სიტუაციაა, იუმორით სავსე, ორი და აგერ მესამე კიდე კეთილგანწყობილი თქვენ და მე პიროვნება, ასეთები იქნებიან სულ, ამას რა ჯობია, ამ ცოტა დამძიმებულ სამყაროში, რაც მეტად გავიცინებ და ვიხუმრებ და მოეპერებ ერთმანეთს რა ჯობია. ამიტომ გამოიწერეთ ვიყურე და ისე. ჯიგრებო, ეგრე მამონოს. ეხა ნახე რა მოვიატყეს. შებიჭო ხელებს ნუადებ ესე კაც იქნება არ სიამოვნებს. კაცო. არა ეს რა არის, აი ეს. შენ გადებ ხელებს ჯერ ეგრეთ. მოდი აქედან დავიწყოთ, შენ ვარ გეხები. მე ვერ წვდები თორე კი დამატები. ძალიან გარყვნილია. ისეთი რა ქვეტექსტი ეხა მე რა ხელს ვერ მადებ და შენ ხარ გარყვნილი. ეხლა მიშა. მე უნდა ფარდა ვნახოთ. შენ ვერ მწვდებიო შორს. ეს რასა გამოძრაობა. შენ ქენი ეგრე. გარყვნილი. მე მეშინი ყველა ციფრზე პასუხი აქვს. ძალიან გარყვნილი პასუხი. ეხლა მე ერთი რამ გითხრათ რომ ეს გოწყნარებს. ეს ორი ადამიანი არის ჰაერისტიკია, უკვე ასტროლოგიური კუთხით გელაბა ერთი არის. მერწყული მეორე ყავს ტყუპები, თან არიან მონათესავე ნიშნები. იმა პირველად გაიგო ტყუპები რო ეხ. დებიან ერთმანეთზე და თან ზოგჯერ უნდა ეჭხუბონ აუცილებლად. სხვანაირად არ გამოდის რა. ერთნაირი ზოგჯერ ჭხუბობს, ხო იცით როგორ არის. ზუსტად ეგრეა. ეს პრინციპია. ასე არ გაიკვირდეთ ერთხელ კლავში ისეთი ჩავარტყი ერთხელ რომ მართლა სერიოზულად გაშავებული ხონდა მე გული მომიყვა მეორე დღეს რომ ვნახე იმიტომ რომ ისეთი უნარი აქვს რომ წყობიდან გამოგიყვანოს აი ისეთი უნარი იმას ამდვარაგეთ ამდვარაგეთ გიყვარდესო და თან ჭუბიო აი ზუსტად ეხლა შენ ერთი რამე უნდა იცოდე როცა გაქვს საქმე ტყუპებთან ტყუპებში არის ორი ადამიანი ერთი არა შენ ორს ელაპარაკე ой ამაში 4-ია მიშა ამაში ორი არ ეყოფა ამასა ხო ეს ერთი ტყუპები არის ნევროზულად მოუსვენარი ნიშანი მომისმენე მე ერთხელ ყავდა ტყუპები მოვიდა პირად ჰოროსკოპზე ხო ეხლა უნდა დავსვა და ველაპარაკო თან ვაჩვენო სქემა რას მეუბნება იცი ვერ დავждებიო რა ფეხზე უნდა ვიდგო არა მე არ მე რო დავждო ნევროზ დამეწყებაო და თუ შეიძლებაო ვივლიო და თან მოგისმენო აუ მაგარი გადარჩენილია 2 საათი კაცი დადიოდა კი არ დაიღალა და შენზე არ მოქმედა მაგრამ თუდად მე არ ყურებდი მე ხარ რო შემეხედა რას ლაპარაკობ ხო მოკდებოდი არა მე ჩემსას ვლაპარაკობდი ეს დადიოდა და რაც თავარია ყველაფერი დააფიქსირა ბოლოში ისეთ კითხვები და მივხვდი რომ ყველაფერი გაიგო. ისა მაინც უნდა აგეხედა, იმიტომ რომ უცებ რომ მონდომებოდა რაღაცა. არა, ეგ უკვე მაგის პრობლემაა. ადაირად უნდა განეწყო ეხლა ეს რომ დაელაპარაკები. ვისი თქვა მინდა ეხლა ამით რომ ტყუპები არის ცოტა ნევროზულად მოუსვენარი ნიშა. ამიტომ ესეთი რაღაცა არ გაიკვირდეს ესეთი რაღაცეები. ეს მათი ჩვეულებრივი ამბავია. ჩვეულებრივი ამბავია. სულთქმეთ მივდიო რაღაცა. ხო, ნუ ეხლა ჩვეულებრივია თვითად მიიღე შენ კაცო. კი, კაცო, თვითად მე როგორ მიიღე, შვიდი არა ვარ გიჟი ვარ. რეპორტაჟს მოვჭა და დილის 4 საათია გამდენისას რეპორტაჟები.
მაგას უყვები ახლა 1000 ჯერ არის მოყოლილი და კიდე გამოვიდა და ვერ ხარ მოვიერი, აი ზუსტად ვერ მოიწვინა კი არა, წასული იყო სახში და მობრუნდა ბიჭო. ვერ მოვისვენე. სახლიდან მობრუნდა. ჩავყვირე ყურში, იმიტომ რომ მანამდე ცუდი რაღაცები საერთოდ დამეწახა. გეფიცები, ისეთი გადაღლილი ვიყავი. დღე ეთერი მქონდა, მერე საღამოს ეთერი მქონდა პირდაპირ და მერე თამაში მიმყავდა და 5-ის 20-ზე მორჩი თუ 6-ის. დილით, გამთენის და ამას ადრე მქონდა თამაში. ხელს უწყობდი მაინც ფიზიკურად სუსტია და მეთქი არ მოკვდეს რა. და ადრე წაიყვანა თამაში, წავიდა სახში. და მე უკვე რო ვიცი რომ იქ მარტო ხვის რეჟისორია, რომელსაც ძინავს. და ყველაფერს თავი დაანება და აი კარს ვაღებ წარმოიდგინე და თან ეგ რაღაცა წყალი ჩამოვიდა და ამოწეული იყო ეს ლამინატი და არ იღებოდა ხოლმე და სულ დედას ვიგინებოდი რომ გააკეთეთ ეს და ამას ვაღებ და უსებ აკეთა და გეფიცები შიშიკი არ მქონდა მოვკვდი ვაფშე დავიზაფრე ბოლომდე სახში არ წავიყვანე დავტოვე ქუჩაში მანქანე წავედი აბა კი პირველ სენსიბობას მიცავარ წამიყვანი ხარ პირველი არხის კიბებთან გამიჯერე მანქანა მე ჩამო იმიტომ რომ შემეცოდე ხო რა ეხა გავედე იქ გარა მე რა ჩემო კარგებო აქ უნდა განსაკუთრებით დაოფასოთ კიდე დიმას მდგომარეობას აგიხსნით ეხა რატო ეხლა ნახეთ რა შედით ხალხო ჩვენ მდგომარეობაში რატო ეხა აგიხსნით არა მე ასტროლოგიად აგიხსნით თორე ეხა სიტუაციურად თქვენ უკვე გაიგეთ მერწყული არის ერთ-ერთი ნიშანი რომელსაც კატეგორიულად იგზალება უძილობა ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც არიძინებს მერწყულია ის კვაზე საერთოდ არ არის. ეხაც არა, ამიტომ ეხაც ვერ ვიძინებ. ისი მდგომარეობა უძილობის შემთხვევაში გაცილებით მძიმეა ვიდრე ნებისმიერი სხვა ნიშნის. ეგ იცოდეთ უბრალოდ. აი ახლა კიდევ ერთი რამე რა კარგია პროფესიას შევეხეთთან და ამბებს. რეპორტაჟი მიყავს. ორი საკომენტატორო ჯიხური იყო. შუაში შუშის მინა იყო. ესე იგი სამწუხაროდ. საბედნიეროდ, იმიტომ რომ ფარდა ეხა და შენ გაჩერდი ნოდარ მაგვიდოს კვირდები და დაგიდებ გეუბნები. დაგიდებ. რომელს ტიტული კამერა ტანზე გაქვს. ხოდა ის რო გაქვს ტუალეტის კაღაზი რულონი შეტანა და როიწმინდავ. მაგრამ რეპორტაჟ დროს არ იყო ეგ ყოილი, ეგ ორი წნული. აბა როდის იყო შობიერობის დროს ხონდა? რასთან გვაქვს საქმე, რეპორტაჟი მიყავს და დრო აქვს თან იმისთვის რომ თაბახის ფურცელზე რაღაცები ცუდი რაღაცები დახატოს და დაწეროს და აი ეს ზიმა რეპორტაჟი მიყავს და თვალი რო გაგექცევა რა ხდება. ავიხედე ხან ტანზე იხდის რო ყურადღება მიიპყროს. შენ ტანზე ვინ იხდი და ვის რასთან გვაქვს საქმე? ეს არის შუა საქმის ეგ არის ყველაზე არა კაცო რაზეა ლაპარაკი არა ჩვენ ქსიამოვნებს თქვენთან ლაპარაკი ერთი რამ გაიგეთ ეხლა ეს არის მომენტი როდესაც დიმა რეალურად ცდიდა მოусმინე რაღაცას რო აკეთებდა აბა აინტერესებდა შენ რას იზავდი დაკარგავდი კონცენტრაციას თუ გააგრძელებდი შეოლებრივად მე ხდი აი აქ შენაბერთვა და არა მაგრა ეკი გამოწდა მაგრამ ეხლა ერთი რატო მომივიდა ხეს აზრად არ ვიცი მაგრამ ერთი ეპიზოდი ეხლა გამახსენდა სულ სხვა აი ჩემ პირველი შეხვედრა. ცირა ხა მაინც ცოტა მეშინოდა ხა გადაცემას აკეთებ ბუმპერას ადამიანზე ვიდიხარ და თან არიცი ხა კაცი როგორ შეხვდება ხა ასტროლოგია მოწონს არ მოწონს შეიძლება ვაფშე დაგიკიდოს ხო? ბიჭო ამ დროს ძალიან კარგად მიმიღო ყველაფერი და იცი რა მე პატივცემო ასტროლოგიასო. და იცი რატო? აბა რატო ბატონო კოტე და ეს იცი რომელი წელია 82 დამთავრდა 83 იწყება. აი იმ წლებიდან მას დაეწყო განსაკუთრებული ინტერესი ასტროლოგიის მიმართ. და ეხლა რატო მიხსნის? 82 წელს მოგახსენებათო ესპანეთის სოფლიო ჩემპიონატი რო იყო, მე ვიყავი კომენტატორი. და იქ არის ელ პაისი, ერთ-ერთი უდიდესი გაზეთი და უცებ კითხულობ ასტროლოგია საერთოდ არ მაინტერესებდა ამ დროს. და ვკითხულობ, ეს გამოვიდა თამაშია მეორე დღეს უნგრეთი არგენტინა. პირველი თამაშია დიეგო მარადონასი, რომელსაც კიდე ბოლომდე კარგად ჯერ არ ვიცნობთ. და ელ პაისი გამოვიდა პირველი ესე იგი და მაჩვენეს გაზეთი წამოიღო გესმის და უზო პირველი მთელი ნაწილი ფერადი და წერია ხვალ დაიბადება ახალი ვარსკვლავი დიეგო არმანდო მარადონა და წერს ამას ვინ მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასტროლოგი და არის არმანდო მარადონას რუკა ასტროლოგიური და ზედმიწევითი ვარსკვლავური ახსნა რატო უნდა მოხდეს ხვალ მისი ვარსკვლავური დაბადება? რა და მაშინ დავინტერესდი პირველად რომ ამ კაცმა რა იცის კაცო ხვალ რას იზავს მარადონა და ეხლა თუ გახსოვთ 4-1 მოეგო არგენტინამ მარადონამ დაგლიჯა იქიდან დაიწყო მისი აღზევება და იქიდან დავინტერესდი ასტროლოგიით და მე ძალიან საინტერესო საუბრები ჰქონდა აკვირდებოდა მოვლენებს და სხვა შორის მე მინდა გითხრათ რომ დათო ყიფიანთანაც ჰქონდა ამაზე საუბარი ცოტა ხნით ადრე სანამ დაეკუპებოდა საწყალ სარფში შევხვდი ჩვენ მაშინ იქ ისვენებდა და მე იქიდან რომ წამოვიდა ეგ დაეღუპა მაგ დროს შევხვდი კაცო ისვენებდა ეკა სექტემბერი იყო ხათაშორის შეგაწყვეტიებ ჩვენმა ძღოლმა გურამი ძალიან კაი კაცი
გზაზე დაინახა ამის მანქანა და ღმერთო ჩაიყვანეო შვიდობითო და რომ გადაუხია გადავარდნილი იყო ძალიან ისეთი რაღაცები დაემთხვა მან რა მაშინ კი და მაშინაც მე სხვა შორის აი ძალიან ისეთი ის ქონდა საუბარი მასთან და მისი მხრიდანაც ინტერესი დავინახე და მეო იცი რა უცხოეთშიო მითხრესო იქაურ ექიმებს ველაპარაკეო და მაშინ ერთი პერიოდი ქონდა რაღაც საოპერაციო სამკურნალო და იქაურ ექიმებმა მითხრა ეხლა ისეთი ცუდი პოზიცია აქვს თვარეს და მარსო რომ თუ შეიკავებ თავს ოპერაციისგან იქნება კარგიო. მაშინ პირველად მეაქცია ამას ყურადღებაო, გაიგერო რა, რატო, როგორ მოხდა. და მე სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ მაშინ მე ვკითხე სპეციალურად დამაინტერესა გოიკოვიჩიამ რომ დაანგრია და დაამტრია. რა პერიოდი იყო? ხო, ყიფო და რის შემდეგ რეალურად ვეღარ ითამაშა, ხო, დიდი ფეხბურთი. თუ ანხელის ამბავი იყო. არა, მე მგონი გოიკოჩე იყო, მე მგონი ვინც და არა, ანხელმა დაამტრია. ანხელმა, ესე მაგაზე ვკითხე, ხო, აი ვინც და რა დინამო იყო მაშინ. რა პერიოდი იყო? კითხე რა დრო იყო, რა დღე იყო და რა ის იყო თვე. რომ ეხლა მე აღარ მახსოვდა ზუსტად და მითხრა მეახლოებით აი ეს პერიოდი იყო და მე გავაკეთე მაგაზე რუქა და მინდა ვითვალოთ რომ საშინელი დღე ქონდა და დღე კი არა 4 დღე ქონდა ძალიან ცუდი მაგას. აი ამიტომ ამბობ იცით რა სპორტსმენებზე აი ესეთი რამე დაუშვათ რომ ვიცოდეთ. აი მე მაგას პირდაპირ ვეთქვი რა, იცი რა არის კი მესმის. რომ იმ პერიოდში აი იმ დღეს ეს ფეხბურთელი არ უნდა გამეყონ თუ მithumetes განსაკუთრებული აუცილებლობა. უყურე ხა აი მაგაზე გეუბნები რა. მაგაზე მინდა გითხრა ზუსტად. მესმის ყველაფერი, მე მჯერა ხო ისი, მართლა მჯერა ეკაბები რა, მაგრამ უყურე ეხლა აი ამ ხალხს რომელიც პროფესიონალად მაგითი არის დაკავებული, მაგაზე არის აქცენტირებული, ცოტა რთულია მაინც მიტანა რა ხვდები, ანუ ეხლა მე კი ვყვები ჩვენ დამდგარ ფაქტებზე უკვე. იმა. დამდგარ ფაქტებზე ხო ყვებით? შელაპარაკობ ეხლა ქართველებს. კაი ბატონო, ეხლა მე შეგახსენებ. ბრაზილიის ნაკრებისთვის არის ქართველები ვკივა მე. 1982 წელს, როდესაც ბრაზილიის ნაკრებს ყავდა ორი ცნობილი ასტროლოგი, ლინკი და მაჩადო, მე ეს ადრე მოგიყევი, და რომლებაც სკოლარი ძალიან დაინტერესებული იყო ასტროლოგიით და პირდაპირ უთხრეს. ორი საუკეთესო თავდასხმელი არ შეიყვანო და არ წაიყვანო სოფლიოში, როგორია მარიო ჟარდელზეა საუბარი და რომარიოზე, რომელიც გლეჯდნენ იმ წელს და ეუბნებიან არ წაიყვანოთ, იმიტომ რომ გუნდი გაფუჭდება. იქ იქნება არეულობა და წააგებს. ვინ ვერ ხვდებოდა სასწავლო. წარმოიდგინე, ხო? არა, მე ის ვაში სხვა ფეხბურთი სხვა. როგორი ამბავია, რომ ამაზე წავიდა სკოლარი და მხარე დაუჭირა ზუსტად ზაგალომ, რომელიც კარგად იცოდა ასტროლოგია. და რა მოხდა? ბრაზილია გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხო? ეხლა ბრაზილიელებმა გააკეთეს. ჩვენ რატო არ უნდა გავაკეთოთ? რატო არ უნდა დაუგდოთ ხო, არა, მე კი არ უარყოფ მაგ თემას, კაცო, მე ხსნი ჩემ მას ვამბობ, რომ ჩვენთან ხო იცი როგორ იყო? მაშინ ჩვენ 90-იანებიდან ვსაუბრობთ მაგაზე. სიახლე რაც არის, ყველაფრის ეშინია. მაგრამ არ ამგონია, რომ დღეს დიდად შეცვლილი იყოს ეგ ისა რა ქვია, გარემოება რა. სამწუხაროდ, იმა. მე არ ვამბობ იმას, რომ ეხლა მიშა საგარეჯი დანიშნეს სანიოლის ასისტენტად და იჯდეს და ყოველ დღე ვარსკვლავებით რაღაცა. მე ჩემი საქმეები მაგ ბევრი. არა, სიტყვაზე ვიძახი რა. მაგალითად, გინდა სანიოლი, გინდა კობიაშვილი, გინდა ნებისმიერი თხოვს რომ ამ კუთხითაც, აი ხო არის სამედიცინო მხარე, არის ფსიქოლოგიური მხარე, ხო? ფეხბურთი დღეს ესეთ თამაში, ესეთ ინტენსივობა 1000-ნაირი დახმარება საჭირო. რატო არა, მაგალითად, თქვენ გაქვთ საშუალება ამორჩევისა. ხო, ხა, როცა ტურნირია, იქ ვერაფერს ვერ იზავ, ხო, იქ უნდა გამოხვიდეთ, მაგრამ მაგალითად, აი დავუშვათ გაქვთ სავარჯიშო ამბავი, ხო? მე დღეს გეუბნები, რომ აი დღეს სახიფათო დღე აქვს, რომელიღაც დავუშვათ თავდასხმ ფეხბურთელს, ხო? ესე იგი ნაკლებად დატვირთე, ხო? ანდა ყველა გააფრთხილე რომ არ იყოს ისეთი ვარდნა, რამაც შეიძლება ფეხი მოტეხოს. ხისტი ვარჯიში არის. სხვა დროს არ მოტეხავ, იმ დროს მოტეხავ. მესმის კარგად, მაგრამ თული თემა არის რა. ვინ მოიგებს ამას? მე. დღეს, ნახე რა ხდება. პირველი მოიგო ალკარასმა 6-4 და ეხა 4-ზე ხოცავენ ერთმანეთს. ვეკრობ რომ ალკარასმა უნდა მოუგოს. ბაბონოში. ო რა, ეს არის რა ქვია. აი პირველი ნოდარის უნდა და ეთქო რომ გამოგვიწერეთო. ხო ნოდა? რა თქმა უნდა, გამოგვიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო, ჯიგრები ხართ, ძალიან კარგად მოვიდათ. ეხლა ნახე, პირველი გადაცემა უნდა აღვნიშნო გულწრფელად, სადაც აი ჟანრობრივად, აი ტალღებია რა, იუმორი უცებ სერიოზულდებით, კიდე იუმორი და ძალიან ვიკაიფობ. ეხლა სიამოვნებას ვიყებ. მაგარი, ჩემი მიზანიც ესაა რომ შენ ვიკაიფო დღეს. ჩემი მიზანია რომ შენ ბეჭები დაგილურჯო. ხო და აი რაღაცა თან შტერდები სასიამოვნოთ ვამბობ, გისმენთ, მე იუმორში გადავდივართ, მაგარია რა, აი ლავირების საშუალება გვაქვს ისე. მათდი. ეხვეწები ეხლა შესავალი დიდია და კონკრეტიკა, თუ არა მე ხვიჩაზე მინდა რაღაცები ვიკითხო. ხვიჩაზე მე ყველაფერი მაქვს მომზადებული. არა, ეგრე მე მგონი ამათმა
სპეციალურად დავსვამს მეშვეაში რომ როგორც ტენისის ბურთს რო უყურებ თქვენ ესე ვარ და მოდი ჩვენ მაყურებელს და რა თქმა უნდა აი ეს სადეძელოსო გაეხსნა გახსნილი აქვს ვიშა სადეძელოებზე გადავიდა არა ბატონ მიხეილს გაუმარჯოს არა ეკი მაგას სიამოვნებით იმიტომ რომ მადლობა ჩემო მადლობა რო ისე გადის ვერ ვიდე მე და ძალიან ახლობლები ვარ ვიცი შენ მოყევია და რაღაცები და ძალიან მაგარი თქვენთან ერთად გაგვიმარჯოს ჩემო კარგებო და მე ძალიან მიხარია რომ აი ესეთი ხალხი სხვა შორის როგორც არის დიმა და ნოდარი სათავეში არიან სპორტული კომენტირებისა, იმიტომ რომ ეს არ არის პატარა ამბავი. უბრალოდ გული მწყდება კიდევ ერთხელ გეუბნებით იმაზე, რომ მარტო სპორტული გადაცემები არ მიყავთ საფეხბურთო და სხვა სახის გადაცემები, იმიტომ რომ ჯერ ერთი გამოცდილები არიან, ერთი იუმორი არ აკლიათ, გონება מחვილობა სასწაული, ორატორული მონაცემები კარგი, ჩემო კარგებო. ქვეყანას ზედ ხალხი რო ყავს უნდა ვიამაყოთ. მე ვამაყობ იმით რომ თქვენ გიცნობთ თქვენთან მეგობრობ ამდენი წელია ჩემო კარგებო და თქვენ გაქვთ ესეთი კარგი საშუალებები გადაცემის ამით რომ საზოგადოებაც გაამხიარულოთ ჩვენს მოგვაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია და ეხლა ერთი რამე რა ნუ გავიტყდებათ რა რას წაიღებთ ამ ქვეყნიდან რამეს წაიღებთ მხოლოდ სიყვარულის სიკეთის გამო ვერაფერს ხო წუთი სოფლის სტუმრები ვარ და გავიხაროთ მოვეხეროთ გავესიყვარულოთ ვიცინოთ რაღაცა ხალხო იფიქრეთ რა თქვენ გონიათ რომ წუთი სოფელი ძალიან ხანგრძლივია არა რამდენი წავიდა უკვე ჩემი თაობის ადამიანი ამ ქვეყნიდან ხო ხო და ამიტომ გეუბნებით ხალხო მოვეფეროთ მოსო ვიცინოთ და ვიმხიარულოთ და წუთი სოფელი სიყვარულში გავაკეთოთ რა არაფერი არ დაგჭება იგი რა გაუმარჯოს ჩემო კარგო კარგად იყავი და თქვენს გადაცემებს კიდევ წარმატებებს უსურვებ და წინსვლას და კიდე ახალ საინტერესო გადაცემებს რასაც ყვილია ფულს ბოლი აუცილებლად და ტელეფონზე რო დაწყარუნდა იქნება კიდევ ხო გიხარი რომ გიწყარუნდება ტელეფონზე მაგარია ოი მესიჯი რა ჩარიცხეს რო დაიხედები ხო ხოსტაშვილს კარგია ჯიმშერი არა კი რა თქმა უნდა კარგია არომატი პასუხისგებელი ვარ რომ კარგია მაგრამ ალბათ რომ კარგია კაცო ყველაფერი კარგია აუ და უთხრა აი კიდე სად მოგიჩა გახსნილი აქ უკვე ამას გახსნილი კი არა გახსნილი გა ჩემო ისა რა გინდა მაშინებს დაინახავ სადღაც იმას გაჩერებაზე ან შუხრისაზე გასვენების მანქანას და კატაფალკას და იქაჩერებს მე მეშინ აი რატო ყვები ხა მაგ იცი რა შუაში რა სიჩქარეს უმატებ ხო მიდის არა ახლო უყენებ გაიხედე აბა იქედა რა ამას ეშინია მიცვალებულის ეშინია რა ეხა ეს თემა რა ვიცი რამდენად სალაპარაკო არის აქ შენ მიჩალიჩე მაგ და კუბო იყო ეს ვავს ყვები ხო კუბო შემოიყვანეს შესვლაზე იაპონელი ამას სახელი დაგუგლა სახელი და მარტო იოკა კუბოში მუშოასი და კუბოს ასისტი გააკეთა პენალი დაარტყა გენკი არსი ამონდებს ასოციაცია ეშინია რა არა იცი რა მაგრა ეშინია სიკვდილის ბიჭო ხალხი ეგეთი ადამიანი ბიჭო კი მაგრამ ეს ძალიან ხო ნუ მესმის შენ რატო წამოჭერია შენ დაიწე მე რა წამოჭერია შენ არის ახლა ბავშვობაში რა ქონდა ასოციაციები ან სიკვდილთან რა კავშირი იყო რამაც გამოიწვია შენ მოყვეს და გათავისუფდეს კომპლექს ვერ ყვება ამაში აი ხა ნახეთ ვერაცნობიერებ ჩვენ პროფესია შეეხეთ და ძალიან მაგარი სიტყვები გითხარით აი მართლა ოსკარი მოგვარიჭეთ ძიმს არ აღმართ ეს ჩვენ მაკუტრებმა ცოცხალი კედელი ეს ამას რა დამავიწყებს შენ გახსოვს ის მომენტი არ მახსოვს მგონი ჩელსის ფეხბურთელია და ვისი იყო ვინდორზე რო გარდაიცვალა კაცო აუ ეგეთი ბევრი ერთი ფეხერი კონფედერაციის თაზი არა ფერატკანიანი ადრე ერთ-ერთი პირველი ეგ იყო ვინც გარდაიცვალა კონფედერაციის თაზი რა გაუჩერდა მერე პუერტა ბევრი იყო მაგრამ სუპირველი იყო ეს გვარი აღარ მახსოვს ფერატკანიანი იყო მე ვიცი რომ შუა თამაში კაცო ყველამ დავინა მე უკვე კამერებს აცილებდნენ და მაშინ არ აცილებდნენ ჯერ ჩვენ თვალწინ იყო ყველაფერი რა არა ეხლა კონფედერაციის თაზეც რო ბავშვი და მე სხვა ჩვენს მინდა გითხრა ეგერ ექსეს რა დაემართა ეგერ გადარჩა მე რატო არ ვცემ ლივერპულის კომაგებს აი ლივერპულის მიყვარდა მეც მანჩესტერის კომაგი მაგრამ ლივერპულს პატივს ვცემდი იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო ყოველთვის რა მოხდა მაგრამ რა მოხდა და შეგახსენებ მანჩესტერის თამაშია იუნაიტედის და ლივერპულის და შენ გეხსოვნება ალან სმითს რადონის ფეხი რომ მოტყდა და გარეთ რო გამოვიდა ძვალი ხო კი და როგორ ხარობდნენ ლივერპულელი დიდი კადრები იყო როგორ უხაროდათ აი შეიძლება ვერ დაინახეს ახლა ეგ ახლო კადრი ძვალი გადასარვა გაუხარდათ რომ კაცე ლივერპულის ფეხბურთელები გაგიჟდნენ ზოგი ცუდად გახდა ზოგმა დაუჩოქა და ესენი ხარობდნენ გესმის მე ამას როგორ ვაპატიებ ლივერპულის კომაგებს სამი მანჩესტერელი აქ ესე იგი თქვენ დიმა და ბუკა
მანჩესტერის სტადიონზე ესეთი რამე არასოდეს არ მოხდება, იმიტომ რომ სხვა პუბლიკაა, სხვა კულტურაა, გესმის? ლივერპულს კიდევ ერთხელ მეორე პატივს ცემ დიდს, მათ შორის მაგრამ რაც ეს გააკეთეს, ეს არ დამოიწყვეტა. ეს იყო ამაზრზენი ანტი-ადამიანური და ანტი-სპორტული საქციელი. ამ დროს ახლა მე ჯერარდი, ფაულერი, ოუენი, ლივერპული. ეხლა წამოვა კომენტარებში შეგიძლიათ ლივერპული ისეთია რა ახლა რა. შენ ხო იცი იმას რო კითხეს ბილ შენკლის მაგათ ლეგენდარულ შენკლი ხო აი რა გუნდები იცი თქვენ აი ვისაც აი ლივერპულში მაგალითად თუნდაც ხო აი იცით რაო მეო ლივერპულში ორი გუნდი ვიციო ვისაც პატივი უნდა ვცეო ნუ ახლა გონიათ რომ ახლა ითქვის ერთი არის ლივერპული და გონიათ რომ მეორე არა ლივერპული და ლივერპულის დუბლი ხახტა დატოვა ხალხი რა ლივერპული და ლივერპულის დუბლიო შენკლი ხა ისე აი ბატონ მიხეილ მოტანილი მოგვიშვათ ჩვენი ფეხბურთელების გუშინ მოვიწიე. ეხა ესე ზეპირებდა რამე გააკეთებინო? არა, ეს ეხა მე უკვე ვთქვი, დავანო, შეგიძლია ზოგადი. რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადი, მეგობრებო, რა თქმა უნდა. სინოპტიკოსების არ იყო სუკაი. სულ რაღაც 6 ფეხბურთელი, მათ შორის ვილი სანიულიზე მაქვს. აი, მაგალითად, კვარ არის მერწყული. აი, ვთქვათ, კვარაზე. აი, ახლა თანახმად თემა აპარატი. მას ქონდა ორე მამას მე ხშირად ვეუბნები, მათ შორის ვახო გაფრენდაშვილსაც ჩვენ სპორტულ კომენტატორს დილის გადაცემაში. აი, ზუსტად დააფიქსირა უკვე, როცა ვეუბნებოდი კვარას, რომ აი, ხა ვერ ითამაშებს, ვერ თამაშობდა. ითამაშებს, თამაშობდა. ეხა რა? უბრალოდ მერწყულს ქონდა ახლა უმძიმესი პერიოდი. ეს არის პერიოდი, რომელიც იწყება ყოველ წელს 22-23 დეკემბრიდან და გასტანს დაახლოებით 20 იანვრამდე. მერწყულის ენერგოტონუსი ამ დროს არის ყველაზე დაბალი წლის განმავლობაში. შეიძლება ადვილად გაცივდეს, ადვილად გადაიღოს. აი ხო ვიყავით სულად. ფიზიკო-ემოციური დაძაბულობა აქ არ ნახულა და მძიმედ გადააქ. ინფექციური რაოდენობის ალბათობაც მაღალია და ტრავმიანობა მაღალია, ხო? ამიტომ კვარამ რეალურად ვერ ითამაშა აი ეს პერიოდი, ხო? ტრავმაც ჰქონდა და შემდგომ. აი ახლა უკვე მზე 20 რიცხვიდან გადავიდა მერწყულში. და მერწყულებს ახლა ეწყებათ ერთი თვე წლის განმავლობაში საუკეთესო ენერგოტონუსი მატულობს განწყობა უმჯობესდება იღბლიანობა მატულობს ამიტომ ახლა აი დაიმახსოვრეთ უახლოესი ერთი თვე თებერვლის ბოლომდე მაინც როგორ ითამაშებს კვარა ვა დუბლი ეხლა 26-ში დუბლი ლუის ენრიკესთან გადასვლაზე პარის სენ-ჟერმენზე ფეხბურთი ძალიან კარგად იცით ვიშა ბიჭო ბობი მური და ისენია წლიდან მახსოვს პატარა ვიყავ მაგრამ დღესაც მახსოვს პირველად საბჭოთა კავშირმა გაუშვა მსოფლიო ჩემპიონატი 66 წლის ინგლისის ჩემპიონატი და მაშინ მახსოვს გაფაციცებით უყურებთ ახალი შემოსული იყო ფერადი ტელევიზორები უცეფერებში რომ დაინახავ ამ ვარსკვლავ ეისებიო თამაშობდა მაშინ და ობი ჩარტონი და აი ვარს პელე მაშინ რომ დაამტრიეს და ასე შემდგომ და ეს იყო ჩემთვის რაღაც ღაპარი გესმით ღაპარი სამყაროში და იმის მერე ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა მახსოვს აბსოლუტურად კარგად მიშა მესხი რომ გააცილეს 68 წელს ლოკომოტივის სტადიონიდან და ნაციონალის მწვრთნელმა აირტონ მორეირამა თქვა რომ სად უშვებთო მე მომეცი ხო ამას თუ უშვებ ვიღავნა ითამაშოს რა ქნა იქ რა მოხაზა და რა უქნა ურუგვაელ წოიმებს მცველებს ხა დღესაც მახსოვს ხო რასაკეთებდა სპექტაკლი იყო ნამდვილი რა ხო და აქედან გამომდინარე ახლა მახსოვს ეს ყველაფერი დეტალურად ეს ამბები და ამიტომ შემიძლია ნებისმიერ გინდა ჰოლანდიის ნაკრებზე ვისაუბროთ კროიფის დროინდელი რომელი გინდა რა აი ნებისმიერ გუნდზე შემიძლია გესაუბროთ. ეხლა კონკრეტულად რაზე ვისაუბროთ? შემდეგი? არა, მე კვარაზე ხო თქვა, ეხლა შემდეგი. ეხლა შემდეგი მე მაინტერესებს. აი ლივერპულში გადადის მამარდა. ხო, და მამარდაზე ვიცი მაგალითად მამარდა არის სასწორი. მე არ მიმუშავია სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ამაზე უნდა იმუშაო. მამარდას მონაცემები უნდა კონდეს და პირადი ჰოროსკოპი. მე უნდა ნახო, ესე იგი ბრიტანეთი, დასავლეთი მხარე, სადაც ლივერპულია. იმისი რუკა შეადარო და ამის შემდეგ შემიძლია ზუსტად თქვა. ეს ქვეყანა და ეს გუნდი მისთვის კარგია თუ არა, ხო? ეს ერთი, ამაზე არ მიმუშავე. ამიტომ ლაპარაკი არის მაინც ზოგადი და მე უბრალოდ ზოგადად გეუბნებით, ეხლა როგორც არა მარტო როგორც ასტროლოგი, არამედ როგორც მოდი ასე ვთქვათ, ფეხბურთის მოყვარული დიდი სტაჟით, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მე არ მომწონს ის რომ იქ არის ალისონი. სოფლიო პირველი მეკარე, ხო? მართალია ტრავმები ხშირი აქვს. მაგრამ ალისონი სანამ იქნება ფორმაში
მამარდას არ დააყენებენ. პირდაპირ გეუბნებით. ძირითადზე ლაპარაკი თავის დუბლები რა გვინდა ხა დუბლებისთვის დავწეროთ ეს კაცი ხო და ალისონი ჯერჯერობით არცად წასვლას არაპირებს ესე იგი კელეხერის როლი აქვს ჯერჯერობით რომ ალისონი თუ ცუდად გახდა და ესეც მაგრა თამაშობს ეხლა არა ესმის ეხლა კელეხერის არაპირებს ჯერ არცად წასვლას და მაგრა თამაშობს სერიოზული მოწინა ამიტომ მე მაგალითად არ მესმის არანაირად ეხლა რა აუცილებელი იყო ლივერპულში მაინდამაინც მისი გადასვლა როცა კაცი არის აი ესეთ ფორმაში მანჩესტერში განათხორო ჩვენთან გამოანათხორონ არა მოდი რა იქ ჯერ მენეჯმენტს მიხედე კი ბატონო მენეჯმენტს რა მაგარი იქნება კი ბატონო იმით უმეტეს ონანა არ მომწონს ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს ნამდვილად ამიტომ კარგი იქნებოდა უდავოდ ისეთ გუნდში სადაც იქნებოდა თავიდანვე პირველი ნომერი ღმერთმა ქნას რომ ისე წავიდეს მისი ბედიღბალი რომ დაჯდეს როგორც პირველი ნომერი მაგრამ ამ ეტაპზე დღეს ეს სიტუაცია არ მომწონს ეგ ონანა არ არის მეგონი ანანაა ну როგორც არის ანანაა თუ ვინ არის ყოველ შემთხვევაში მაგრამ ჩემო კარგი ასევე მაინც არ მომწონს ლუის ენრიკე ღმერთმა ქნას რომ მან აათამაშოს კარგად კვარა მაგრამ მოდი ესე ვთქვათ მე არ ვფლი რომ არის გამოჩენილი მწვრთნელი ის მოვიდა გამზადებულზე ჯერ კროიფიდან დაწყებული ბარსელონაში გვარდიოლამ დაალაგეს ისე რომ საშველიშვილოდ იყო აწყობილი სისტემა აქ ახლა ისიც ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთა და წავიდა სადაც წავიდა რა გააკეთა ისეთი განსაკუთრებული ვერაფერი მაინდამაინც ხო როგორც დიდ მწვრთნელად მე მას არ ხო და ახლა ერთად იზავენ ახლა არის ღმერთმა ქნას რომ ეს გააკეთოს პლუს იყავს კიდე ახალგაზრდა ძალიან ისეთი მოთამაშე საბრანგეთის ნაბო არკოლა რომელიც ასევე ცდილობს რომ დაემკვიდროს ადგილი რაც ახლა სულაც არ იყო საჭირო რომ რაღაცა ყავდეს მოწინააღმდეგე არა ვიცი რა ენრიკე ვიცი რა თქვა რომ დანდი 1 წელია მინდაო რომ ყვარაო რა კაცმა არ იცის 1 წლის მერე ენრიკე იქნება იქ კიდე თუ არა ესეც არ ვიცით მე კიდე 1 წელი გვიდაო პარი სენ-ჟერმენი მაინდამაინც ევროპულ დონეზე ვერ თამაშობს მოდი ესეც ვაღიაროთ ფინალი იყო ამიტომაც მე ყვარასთვის და მამარდასთვის უკეთესი ახლა ლივერპულის წინააღმდეგ კი არა ვარ და PSG-ში არა უბრალოდ დღეს იმ პირობებიდან რომელიც მათ აქვს ცოტა სხვა გუნდები სადაც ისინი უფრო სწრაფად დაემკვიდრებიან მაგრამ იმაში ხო მეთანხმებით ეხლა აი სულ ენერგეტიკაზე გარემოზე ვლაპარაკობთ ნახეთ იქ დახვდა მზამზარეული ხო სიტყვაზე ვიძახი გარემო ვარსკვლავები ბარსელონაში აწყო მაგრამ იმ აწყობილ იმ ვარსკვლავების გუნდს ხო ჭირდება კარგი მართველი ეგ ხო ტიტო ვილანოვა გვახსოვს რომ მაგას ვერაფერი ვერ გააკეთა კი პლუს ამას მე მაგალითად ისიც არ მესმის ბოლომდე რა ეჩქარებოდა ყვარას რატო არ მივიდა ამ სეზონის ბოლომდე მაგალითად ხო მე მივიდა ამბებია უკვე რა რა ვიცი ხა სეზონის ბოლომდე როგორც ბორას რო გექცევიან ბატონო მიშა როცა შენ ხარ ქართველი და არა ნეაპოლელი არავინ არ მოგთხოვს იმ გუნდის ბოლომდე ჩაყოლას და ერთგულებას როცა შენ სერია საუკეთესო მოთამაშე ხარ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ ჩემპიონის ტიტული 33 წლის შემდეგ მარადონას მერე მოაპოვებინე მოეხმარე და 1,200,000 გიხდიან და მე-18 ხარ ანაზღაურებით გუნდში და ცოტა დამთქმულელია ფსიქოლოგია და ის ამბები რაც თქვი ცუდი პერიოდი ქონდაო გამოცდილების კუთხითაც მე ვთვლი რომ კონტესტთან მუშაობა იქნებოდა მისთვის საინტერესო რაღაცას კიდე მისცემდა მნიშვნელობა. მაგრამ ეს ხო ახალგაზრდებთან ლუის ენრიკეს ზოგადად აი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის ძალიან მაგარი პრაქტიკა აქვს. ეს ეხა ესპანელებს დაიცავს სურო ისო დაიფყროს ეს ესპანეთის საწინააღმდეგო რამა კაცო, მაგრამ გვარდიოლა სხვა დონეა, ლუის ენრიკე სხვა დონეა. შემოგარგებო. ეს აღნიშნოთ რა. ოჰ, ეხა კაი, რა თქმა უნდა. ხო და ამიტომაც ვამბობ რა, ახლა პალეტი ხო ფილა მაგარი? თურმე ძალიან როიზახტე რო პალეტი ვატრენერია, რამწნელია ზენიტში მუშაობდა. მე ახლა ამ შემთხვევაში ისევ ასტროლოგიური კუთხით მოგიდგებით რა. ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ყოველთვის არის ისეთ ნიშანი, როგორც არის თევზები. სპალეტი არის თევზები. სპალეტის რა ჭირდა იცი? სპალეტი მიმუჩავა სხვა გუნდებშიც, ხო? მათ შორის ინტერში და შემდგომ, მაგრამ ისეთი კვალი ვერ დატოვა როგორც აქ. ეხა სპალეტის რა? ხო, სპალეტის რა კარგი. თევზები არის საუკეთესო პედაგოგი. განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ძალიან ადვილად იღებს საერთო ენას და რას თორეს სპალეტის აქ ძალიან ძლიერი შიდა ინტუიცია. აი გონებას რომ თავი დავანე ინტუიციად იგზნო. რა ჭირდება და რა მიდგომა როგორც ფსიქოლოგმა, რა მიდგომა საჭირო ახალგაზრდა ფეხბურთელთან რომელიც ჩამოვიდა საქართველოს და რომელიც სპალეტის შეიძლება არც გაუგია, ხო? მიდგომა ქონდა სწორი, ამიტომ ფრთები შეასხა. ნუ ეგ ისტობდა იქიდან რუსეთთან ისტობდა მაინც. ხო, მაგრამ ხო, არა, პირადად იძახის. მაგრამ რისი თქვა მინდა?
ფეხბურთი გინდა სპორტის ნებისმიერი სახეობა არის ფსიქოლოგია. ფიზიკასთან და ტაქტიკასთან ერთად არის ფსიქოლოგია პირველ რიგში, ხო? ამიტომ მწვრთნელის მიდგომა ფსიქოლოგიური არის იმ ფეხბურთელის 60% წარმატებისა. ამაში ვარ დარწმუნებული. მე ყველაზე მეტად სანიოლის თევზებია, ბატონო. აი მიდგომა, კი ბატონო, ფეხბურთელების და დაიჭირა. აი მოდი ასე ვთქვათ, გახსოვთ თქვენ ბოსკამპი, გახსოვთ ბოსკამპი. რას იძახდა ბოსკამპი, როგორ წავიდა აქედან, ხო? იძახდა ერთ ფრაზას, რომ ვერაფერი ვერ გაუგო თქვენს მენტალიტეტს. ეხლა ზაზა ჯანაშია. აი გუნა მეთქვა. გახსოვთ? ზაზა ჯანაშია გამაიხსენე. არა და რა მონაცემები ქონდა, ბიჭო, ორივე ფეხით ურახუნებდა. რას ამბობ? ფანტასტიკური. ბოდიში ზაზა ეხლა თუ მართალი არ არის, შენ შემისწორე. წამოვიდა ჯიპით ვიდა რუსეთიდან გაიარა თავისოფლში იქ რაღაცა ითო მერე ბორონე ციშველი შევიდა და მოემატა ჯიპი იყო BMW-ი გაში წონა მოემატა ჯაგუპატებული ჯავრი გაგიზდა ბოსკამპი გაწორო თქვენ ვინახართ მეტალობა დედმით რაღაც ცნობილი ხო ვერაფრით ვერ დაიჭირა აი სანიოლმა ეს დაიჭირა გესმის ქართული მენტალობა აქ რა ხდება არა ველი ჯიგარი აღმოჩნდა უცნაურია ეს აი ფრანგი უწევა ეს ქართული არა ამიტომ ერთი რამ იცოდე ჩემო კარგო ფსიქოლოგია არის და ბევრია. აი კარგმა დროულმა სიტყვამ მოქმედება შეიძლება ფრთები შეგასხას და შეიძლება ყურები ჩამოგაყრევინოს. კი, გეთახმები. მწვრთნელის 60% აი ფეხბურთელების კი ფიზიკა მნიშვნელოვანია, ტაქტიკა მნიშვნელოვანია, უდავოდ, ხო? ამაზე არ მაგრამ ფსიქოლოგია, ყველა მწვრთნელი უნდა იყოს პირველში კარგი ფსიქოლოგი. და ქართულ გუნდებს თან რა ჭირს? საქართველოში ხო იცით როგორ არის? 1000 მithkma მოთქმა ჭორები 1000 და ეს მოქმედებს ამ ფსიქოლოგიად რგუნავს. აქ თუ შენ არ ყავს კარგი ფსიქოლოგი გუნდში, ხო? ეგრევე შეიძლება აი მაგათ ჩვენთან ერთ გოლს გაუშვებდნენ, ყურებს ყრიდნენ. ხო, როგორ არის ეგრე? აი, მეტყვი კლუბებში ნაკრებში ამბობს. ნაკრებში ვიძახ, ნაკრებში, კლუბებში, იმუშავა ზუსტად მაგაზე და პლუს კიდე ტაქტიკა პლუს ამას პრაქტიკა, რომელიც ამათმა გაიარეს უკვე უცხოეთში. აი, ზუსტად მენტალურად იქ უფრო ჩამოყალიბდნენ ტიპები რა. მაგრამ წინაზე აი წინა თაობას რო ამ ხელა კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ აი აქ ჩამოდიოდნენ თუ არა ეს რატომ და რა აქ იყო საშინელი გარემო. თვითონ გარეთ. კატასტროფა ხდებოდა. მეგობრები ქართული საჭმელები. შენ მარტო ქართული პუირო შეჭამ, ვიცი რამდენი გემატება კალორია? აბა შოთის. ასლაპარაკო, ბაკ უამრავი მასწავლებელი რაღაცეებია. შაურმებსაც ურახუნებდნენ. ეხლა მაგალითად ყვარას მიდგომა გაცილებით უფრო პროფესიონალურია, ვიდრე წინა თაობის ნებისმიერ. ბუდუმ აი შოკოლადს არ ვჭამდიო. შოკოლადს კი არა, ეს რო ჩავიდა, ჩვენი ძმა, რო დაბრუნდა მანჩესტერში. რონალდო. ხო, და სასადიდოში რო შევიდა და რო გადაუყარა რაღაცეები იმათ რა, ეგ მთელი ბუნტი რო ატყდა, აი ეს ჩავთო თქვენო. აი მაგალითი პროფესიონალიზმის და კაცი არის ეხა 5% წილი მიცეს იმ გუნდის და ხელფასი გაუზარდეს კიდე ეს რომელი საუკუნის გაღარიბებული იყო აი ეგ და ცოტა ხელფასი გაუზარდეს სამწვრთნელო ბაზა გაქვთო ეს ყველაფერი დაუწონა მანჩესტერს რატო იმიტომ რომ დარჩნენ ისინი 70-იან წლებში არაფერი არ არის განვითარებული სერიოზულ დონეზე აი მაშინც კი ემირატებში უფრო უკეთ არის ყველაფერი აწყობილი სპორტული კუთხით ვიდრე მანჩესტერში რა წავიდა მაშინ რომ მიდიოდა ყოფილიყო საათ მანჩესტერში ყოფილიყო საწავიდა არა მწვრთნელთან ჰქონდა სერიოზული პრობლემა გასულ ვერ უგებდნენ და იმას თავისი ეხლა იმან ბეხებს თავში გლიჯა და ეხლა ენ ჰაკს არა ფერგის ნაგლეჯი და მაგის დროს ენ ჰაკს უნდა და აიაქსი გაეკეთებინა მანჩესტერისგან და არ გამოვა გასულ იმაში ცხოთ ანხდებით რომ ფაქტია რამდენი წელია რომ ის მანჩესტერი იმიტომ ვერ დაალაგდა რომ ზედა ეშელონები აი ეს გასაკვირველი კატასტროფა და არ აყავთ კიდე ალექს ფერგუსონი მეგდე რომელიც აი მე მაგას კიდე რა ეხა ამდენი წელია იგზის მაინც და იქ ქვემოჯდარიყო ეგ ოჯახაშენებული აღა იმაზე ზის მე ტვიტერზე რაღაცა მიწვია რაღაც ფაილი გამიგზავნა სხვა უზის ეხა შენ ხო იცი რომ გაუპროტესტეს რო შევიდა იმაში გასახდელში თუ გააგდეს იქიდან ფერგუსონი არ შევიცი გამბოვი კი კაცო არ შეუშვეს რას ამბობ ეთყობა რაღაც ისე დრო შევიდა დასაცინაში და ეთყობა არა ეთყობა ის უნდა და ცოტა რა ჭოჭი მიეცა და ნუ არა გააგდეს იქიდან ამაშია საქმე მაგათ რა ეშველებათ კაცო გლეიზერებმა მთლიანად მოშალის გუნდი მე თუ მკითხავ რა აი ეგ თემა ზოგადად რა გლეიზერები მეიზერები შეიხების თემები ეგენი ტენდენცია წამოვიდა რა ფეხბურთი ცოტა შეიცვალა რა ამ ყველაფრის გამო რა ეხლა სუფთა ბიზნეს ამბავია ხო აი სუფთა უკვე აი რო ამბობდი კვარაზე რო ამბობ რო თქვათ რომ დარჩენილი იყო სეზონის ბოლო და შეიძლება მე ვთქვათ ინგლისში ან იმაში გადაცვლილი მაგრამ უკვე ესეთი თემა 24 წლის არის ფინანსებზეა ლაპარაკი კიდე ერთი წელი ესე ერბინა თან უკვე აუგორე სუდიპიარე ნერეში ყავს რა შედარება არის ხა რა არ არის მე ვთვლი რომ არ არის შედარება ეს გაცილებით წინ არის და ესეთი ფეხბურთელები
სერიას დააკდა და ზოგადად იტალიას დააკდა ეხა კვარა. იმიტომ რომ ფანტაზისტაა რა, მოტყუება, გაქცევა, ყველაფერი და ჯიგრიანი ტიპია და იშვიათობაა ეგეთ ფეხბურთელები დღეს. მე ყველაზე მაგრამ ხელი ჩაჭიდებული რაზე მაქვს, იცი? თქვენ საუბარში ბატონო მიშა. აი ხო, კაი 20 იანვრის მერეო ეწყება მაგარი პერიოდი. აგერ 26-ში ვნახავთ რა. კი. ეხლა კიდე ერთი რამე გაითვალისწინეთ. მე თოლი წორნელი არის ძირითადი ფაქტორი წარმატების და მაგალითს მოგიყვანთ. მიუნხენის ბაიერნი. ხო. გახსოვთ თქვენ ჰენკესის დროს გუნდი დაფრინალდა, ხო? მე მოვიდა ფლიკი, ყველაფერი მოიგო 2 წელიწადში თუ რამე მოსაგები იყო, იგივე დატოვა ფეხბურთელები, ზუსტად იგივე, ხო? რომელსაც ყველაფერი რამდენი რამე მოიგეს და როგორ თამაშობდა გუნდი, რა გაგება ჰქონდა. მოვიდნენ სხვა მწვრთნელები და იგივე გუნდი დაემსგავსა საშინელებას, ხო? ანუ მწვრთნელს რამდენი რამ შეუძლია. არა, ეს თანამედროვეობაში ძალიან დიდი როლია. ძალიან კარგ თემაზე, აი წეგარად ვთქვით. ზუსტად აი ეგრე ფეხბურთელები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მწვრთნელი ლუის ენრიკე მივიდა იმ დავარცხნილ ბარსელონაში და გააგრძელა ის დიდი გზა. ხო, მაგრამ და ესპანეთიც გაიყვანა გააგრძელა, მაგრამ მე ნახე და ეთქოს ჩავარდები. ხო? ეს ხო ბუნებრივია რომ მოყვება. ესე იგი, ბევრი დეტალია. პირველი სეტი ალკარას მოვიდა 6-4, მეორე ჯოკოვიჩი 6-4 და ეხლა ჯოკოვიჩი იგებს 2-1, რა ვიცი. იცი რა, მე რამდენადაც უყურე დიმა, მე რამდენადაც მახსოვს, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, გესმის? მე მგონი ჯოკოვიჩი, აი არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი მერწყულია. თუ მერწყულია, აბა ნახე ერთი, აბა ნახე. და ის ალკარასიც მითხარი, აბა ვინ არის თუ ნახავ. და მაგის მიხედვით ახლა ზოგადად შეიძლება პასუხის დაბება. ეხლა საინტერესო პროგნოზის მომსწრენი გავხდებით და თან ვიდის და ნახოთ. მზე მერწყულშია, შემოკარგებო. ეს ნიშნავს, რომ მერწყულს აქვს ახლა აღმავლობის ზონა, ჰაერის ყველა ნიშანს, მათ შორის ტყუპებსაც და ასევე სასტორსაც. ანუ ახლა თქვენი დრო მოდის. 5 მაისი 2003. ვინ? კარლოსა. ალკარას. ესე იგი ეს გასაგებია უკვე. 5 მაისი კურვა. არაფერი არ შეიძლება. კურვა, ის მეორე. ალკარას ცოტა გაუჭირდება, იმიტომ რომ ერგოტონუსი უმცირდება ახლა. კიდე რაღაცას გაკაჩავს ჯერ, ფებრუარში 300 წელი ჯოკოვიჩი და ყველას უგებს მაინც. ხო, მაგრამ ახლა პერიოდი აქვს 22 ესეც მაისია. 22. ტყუპებია სამაგიეროდ. აი ჯოკოვიჩს მეტი აქვს შანსი. ესე გაიგოძა ორმა ბიჭმა. ალკარას, იმიტომ ტყუპებს უკეთესი პერიოდი. ეხა ეგ თქვი თუ არა, ისეთი ფორჰენდი გლიჯა რომ არა, ნუ ახლა შემოგარგე ეს არის ზოგადი, ხო? ზოგადი კი არის, მაგრამ ხო არის, მაგრამ ასე რა ის ამბავი რა, ეხა ეგრე ვნახოთ, აბა, აი მიდის და ესე იგი მე რომ ეხლა იმედია აქამდე დავთავდება პარასკევამდე. ჩვენ YouTube მაყურებელს ვეუბნები, ერთ წამს შეიძლება? კი, როგორ? როგორც კი დაიგეგმება დიმასთან ჩემი ჭიდილი, დიმასთან როგორც კი. რაში? კალათბურთში რა თქმა უნდა. მაგრამ მაგ პრეტენზია რომ ჯორდანი ხარ და ასე შემდეგ. შენ ცოტა მოიმატე კიდე და ტოჩინოში და გაგიშვებ იმაში. კი. ხო და პრინც როყრიან ხო ეს რინგზე? კი, ხო და როგორც კი დაიგეგმება. ხო. ილაპარაკე რას მიშლი? დაგეწევი. მე დავრეკავ ბატონ მიხეილთან, როგორც კი ჩაინიშნება თამაში და ვკითხავ ღირს თუ არა ამადამ რიცხვში დიმასთან ჭიდილი და ასე შემდეგ. სულ რო ეტლი შევიდეს ჯოკოვიჩი და ალკარაზიდან გამოვიდეს რაც არ უნდა გითხრას ამან შენ მე ვერ მომიგებ კალათბურთს. მაგარი რაღაცა მითხრა ბატონმა აი რაც არ უნდა გითხრას. ძალიან პელე რაღაცა მითხრა. მე აი მოდი რა შენ რეგაცებს გადავიღოთ, თქო ძალიან სერიოზულად მიუდგები რა. შენ დარჩეს ახლა. მიმიში ახლა მიშა. უყურე ფილტვები მაქვს პელე. NBA-ს უყურებთ, აი დღეში რამდენი თამაში. აუ ხო NBA ცოტა ისეთია. მინდა გითხრა რომ იმდეა დაუმივიდა ხელში რომ არ უყურებ. გოგას უყურე ხოლმე გოგას. გოგას კი მარა იცი რა, ძალიან ბევრი თამაშებია და ბევრიც არის და ერთნაირია თითქოს რა. და რა მაგონდება იცი ამ დროს? ბიჭო ნოსტალგია ხო საოცარია რა რაღაცები ჭირს ხოლმე ადამიანს. კომუნისტების დროს ერთადერთი თამაში გვაჩვენეს, რატომ მოვიდა და არ მახსოვს რაღაც დღესასწაული რაღაცა Cincinnati Royals-ი და Boston Celtics-ი. შენ არ ვიცი გახსოვს? არა ეხლა მაგ დროს თავიდან ბოლომდე გვაჩვენეს და ვინ თამაშობდა ახლა Bill Russell-ი Boston Celtics-ში და ოსკარ რობერტსონი ეხა იმე ზეკვები კორიფეებზე საუბრობ. და მე მახსოვს რომ წლების განმავლობაში ჩვენ მოხრავდით რომ ეს რა კალათბურთი ნახეთ, გესმის? ეხლა დღეს NBA-ს ბაჩვენებენ და აღარ უყურებ. გაუფერდა რა. ამომივიდა, გესმით? და მაშინ ერთი გვაჩვენეს და წლები გვახსოვდა. მე ცოტა იქეთავარ მაინც მიშა რა, ეხლა ნახე რა მაცვია.
ეს შემაშინმა გამომიგზავნა ჩამოიტანა ამერიკიდან. ეხლა მე ჯორდანი და მაგათი ეპოქა ბარკლი, ჯორდანი, ისა აიზია ტომასი თუ გინდა ლარი ბერდი რაღაც სხვა თემა იყო. მე კობი, აი მე უფრო თეატრალური ტიპები ხო ხვდები, აი რატომ მომწონს მაგალითად მე შეგიძლია შენახსნა აი ეს ტიპები როგორც არის გასკოინი, როგორც არის კანტონა, აი რატომ მომწონს? იმიტომ რომ ფანტაზისტები. ეგეთი ტიპები მომწონს რა. ფანტაზისტები, შემოქმედი ტიპები. აბა რა, ფანტაზისტა ქვია მაგათ. ჩოგბურჩი მომწონს კირგიოსი, დეგენერატი. ნადალი რატო? ფედერერი იყო ფანტასტიკური. არა, როჯერზე ლაპარაკი ხე ესმეუბრება. ჯოკოვიჩი უკვე არა, სულ ფედერერი ვიყავი მე და რო წავიდა რა ვიცი აი. ნადალი არა, ნადალი. ნუ ეხლა მე ფედერერი მირჩევია, ძმა ვიძახე ეხლა ნადალი. ფედერერი იყო აი ჯენტლმენი ჩოგბურთელი გესმის? იმიტომ რომ არასოდეს არ დგილ სიტყვაობა, ყველასთან მიკეთილ განწყობა, პატარა იყო თუ ცნობილი იყო არ აღნიშნო, ყველას უყვარდა ფედერერი. იმდენად დაიმსახურა თავის ინტერვიუებით, ხელმოქმედებით, თამაშით. ბოლოს იმდენი ფული ქონდა რა ეჩქებინათ რომ დროხა აჩქის გახსოვს? შვეიცარია, სვისოპელი რომ მოიგო. არა ის დროხა არის, თუნდაც 300 წელი ითვალება. აი მოხსენი. ბილ სიტყვაობა მოხსენი და გახვალ შენ ჯოკოვიჩის სიმაღლეს. ნადალი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ფედერერი იყო არისტოკრატი რა. არა, უხდებოდა. აი როგორც დათოხიფიანი ხო? ფეხბურთში რომ აი ფსიქიკის ნიმუში იყო. მანერა, თამაში, ბურთის გაჩერება, აწეული თავი, ლამაზი ფინტები, ხო შეიძლება ფინტი გააკეთო, მაგრამ იყო მოხნა რა, ეთყობოდეს რომ დასეკიდო. ჯოკოვიჩი რა ხო იცი რა თქვა, გესწორდება. ასეულშიო, ყველა ტიპსო ფორჰენდი, ბექენდი მოწოდება თითქმის ერთნაირი აქვს. იქ უკვე იგებს ესო რა და სულ აკეთებს ამას ხო და რო იგებს თამაშებს სულ ესე აკეთებს რა. ეგ არის ნახდათ, იმიტომ რომ მაგ დონეზე ამდენი ჩოგნები გაქვს, თავი დონეზე გონია თავი დო. ვაზრობებ მაგას ადამიანებს თამაშობდნენ. ბედნიერი ხალხი ვართ ეხა რატო? იმიტომ რომ აი არის პერიოდები, როცა ბუნება ისვენებს გენიოსებისგან. და არის პერიოდი, როცა უცებ დაგვაყრის ამ გენიოსებს, გესმის? ჩვენ გავიარეთ ეს ეპოქები, როცა იყო თბილისის დინამო გენიალური, ჰოლანდიის ნაკრები გენიალური, გერმანიის და ბრაზილიის ფანტასტიკური გუნდი. გესმის? მოვესწრე აი იგივე კალათბურთი რას თქვა ხო? ეხლა ხო კაი ისინი ყავთ მოთამაშე, მაგრამ მე იმ dream teams ვერ შევადრე. ვერანაირად. უდაბნო არის გარკვეულწილად დღეს. აპარი გესმის? აი კალათბურთელების ერთიანობა. იგივე ხა ჩოგბურთზე ლაპარაკობთ, ხო? აი ეს რო იყო ეს სამეული, ეს სასწაული, ხო? და დამატებით ენდი მარეი კიდე იმ პერიოდში, ხო? ფედერერი, ნადალი, ეს ჯოკოვიჩი, სასწაული თამაშები იყო, ხო? ძალიან საინტერესო. ამიტომ აი ამას რო გაევლი ადამიანები ბედნიერი ხარ. ისე, ხო? არ გიცდიათ რომ YouTube-ის ღმერთი რეკოს დაამთავრეთ. ვინ არის YouTube-ის ღმერთი? გეკითხები, ვინ არის YouTube-ის ღმერთი? ვინ არის მატუკი? მატუკი ჩუნი რა, ბიჭო, რა მალე გავიდათ რო ხო ეხადი. მოგრეთ, ჩემო ძვირფასო კარგო ადამიანებო. უნდა მოვამთავროთ. შეგვიძლია ბევრ ამაზე. შეგვიძლია ვიჯდეთ დავამთავროთ გესაუბროთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ლაივს თავისი დრო აქვს ყველაფერს. მადლობა თქვენ. აჰა, სიმღერის დამბლო. ამოგწიწკნა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მადლობა ჩვენ საოცარ თაყვანებს და მადლობა თქვენს გადაცემას და ამ საოცარ ბარს. აი ეს ლაივს ვაპირებთ მე ლაივსაც ლაივებში აუცილებლად მოვიყონოთ ზადვარ მიხელი. როდის ვაპირებთ ამ მეაზე არა ვარ ასაპირე, მაგრამ კაი, დაიწყე შენ და მოვალ მე. დაიწყე მოვალ. კარგით, მოკლედ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს კომენტარებისთვის, იმისთვის რომ გვიწერთ და გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ კიდევ ერთხელ და ლოკაცია აგერ ზამთარშიზე თბილად ვიკუსკუსებთ კარგად და გადასარევია. შენიერი გარემო არის თბილი და მიშა ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა თქვენ და წარმატებები. სამი თორს იგებს ჯოკოვიჩი. ნახოთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. აბა ჩვენ დაშლა არ მოშლას გავიგე. აბა საოცარი სტუმარი გულწრფელი და სხვა მრავალი კიდე. იცოცხლეთ, კიდე ეგზელეთ. ბედნიერი მშვიდობიანი დღე და ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ. და რა თქმა უნდა ჩვენი ჯიმშერი ოქროს ადამიანს უნდა გადავწეთ ტრადიციული საჩუქარი. ჩემო კარგო, დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჯიმშერს და ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ. კაი ხარით. აბა ჰე, კარგად. ასტაბანიანა. ერთი კვირით გეშვიდობით.